რატომ მოვდივართ საერთოდ სამსახურში, მენეჯერი, ლიდერი, მთავარი რასაც უნდა აკეთებდეს, მის ირგვლივ ადამიანების ბედნიერებაზე ზრუნვა. მიკრომენეჯმენტის ვერაფერი გავიგე. თუ ესე იგი გუნდს იმიტომ ვიკრებ, რომ ჩემზე კარგები არიან, რაღაც ვეჩხირები ამ მიკრომენეჯმენტით. გათვლამ და აზრმა, რომ ესე იგი ვენდოთ ბოლომდე ადამიანებს, მათში კიდევ მეტად გააღვივა რაღაც мотиваციის ცეცხლი. თული გადაწყვეტილება, რომ სრულად საბონუსე და საგეგმე სისტემა გავაუქმეთ. ადამიანი იღებს სრულ ანაზღაურებას და შენ ამითი უცხადებ მას ნდობას. კომპანიის მთავარი ღირებულება არა უძრავი ან მოძრავი ქონება ან კარგი ბიზნეს სტრატეგია, არამედ ადამიანები არიან. რატო დადგა კომპანიაში ტრანსფორმაციის საჭიროება? სალამ მეგობრებო, თქვენ უყურებთ კაცმანის პოდკასტს. დღეს არის საინტერესო გამოშვება, იმიტომ რომ დამიკავშირდა თვითონ სტუმარი. ეთყობა მიხვდა რამდენად საინტერესო არის ჩვენთვის ტრანსფორმაციის თემა, იმიტომ რომ ბევრს ლაპარაკობ ტრანსფორმაციაზე, როგორც პიროვნულზე, ისე ორგანიზაციულზე, როგორ ხდება ტრანსფორმაცია ადამიანების, როგორ ხდება ცვლილება, როგორ ინერგება ეს ყველაფერი. განსაკუთრებით პირად ტრანსფორმაციაზე ხო ძალიან ბევრს ლაპარაკობ და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მაგალითი ბევრი ქვეყანაში არ არის. ამიტომ როგორც კი ლევანი დამიკავშირდა ლევან ხომერიკი დამიკავშირდა რომ ჩვენ მედიკში, კომპანია მედიკში გვაქვს ტრანსფორმაცია გაკეთებული, მე ეგრევე დავინტერესდი, რომ ეს ისტორია გადმომეტანა პოდკასტში, რადგანაც ეს თემა მიტაცებს, მაინტერესებს და ჩემ მაყურებელსაც აინტერესებს და ჩვენ სულ ლაპარაკობთ ტრანსფორმაციაზე, როგორც პიროვნულზე, ისე ორგანიზაციულზეც ვილაპარაკეთ ახლა სიამოვნებით, უფრო მეტად პიროვნულზე ვილაპარაკობთ სინამდვილეში. ამიტომ კეთილი იყო შენი მობრძანება ჩემ პოდკასტში და მოდი მოვყვეთ შენი კომპანიის ტრანსფორმაცია და ჯერ ორიოდე სიტყვით მაინც მინდა რომ გაიცნო მაყურებელს და მე უკვე შევცურო თვითონ ტრანსფორმაციის кейსში როგორ გააკეთე ტრანსფორმაცია მედიკში. ოკეი. მივესალმები შენს და ამ შემთხვევაში ჩვენს მაყურებელს. ჩემთვის დიდი პატივია ამ პოდკასტში ყოფნა. ძალიან გამიხარდა, რომ ბიზნეს პოდკასტი შეიქმნა და ამის ფუძემდებელი შენიყავი ჩვენ რეალობაში, იმიტომ რომ მგონია, რომ ამ კუთხით საუბარი და გამოცდილების გაზიარება ქართულ რეალობას ძალიან აკეთებს. ჩემწილად ჩემი თავისთვის და კომპანია თბილისი მედიკისთვის მიხარია, რომ მეც მომეცა ეს შესაძლებლობა. მე ვარ ლევან ხომერიკი, თბილისი მედიკის დირექტორი. თბილისი მედიკი არის სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია, რომელმაც ვფიქრობ საინტერესო გზა გამოვდენდე კომპანიის და ადამიანების დონეზე ამ კომპანიაში და ვეცდები ეს ისტორია მე შენს მაყურებლამდე კარგად მოვიტანო. პირველი როგორ გესმის საერთო ტრანსფორმაცია? შენთვის რა არის ტრანსფორმაცია? ეს სიტყვა, იმიტომ რომ პირველ ზარი ხო ეგ იყო, გამარჯობა ჩვენ ჩავატარეთ ტრანსფორმაცია კომპანიაში, მაგრამ შენ როგორ გესმის ტრანსფორმაცია როგორც პროცესი? რაღაც კაფიო მიზნის ირგვლივ, როცა რაღაცის ცვლილება გინდა, ზედა საფეხურზე ასვლა, level-up-ი, მაგის ირგვლივ ერთგვარი გადატვირთვა, გადატრიალება შენი თავის ირგვლივ, რომელიც მიგიყვანს იმ სანუკვარ მიზნამდე რა. და ბევრი სარისკო, ხანდახან ცოტა გიჟური გადაწყვეტილების რომ ამ მიზანს მიუახლოვდნენ. უკეთ რაღაც მკაფიო მიზნის გამოკვეთა არის ჩემ შემთხვევაში, რომლისთვისაც ბევრი უნდა ეცადო. გზაზე არ უნდა იორჭოფო ბევრი, ბოლომდე უნდა მიყვე შენ მიზანს და მიხვიდე შედეგად. რაღაც ეგეთი პროცესი იყო ჩემ შემთხვევაში. ძალიან ბევრი ზოგადი ტერმინია, ჯეჯობით ყურს მიჭრის, მაგრამ დეტალებში შევალ ახლა. იცი რა მაინტერესებს? რატო დადგა კომპანიაში ტრანსფორმაციის საჭიროება? ანუ რა იყო ამის უკან, საერთოდ რატო მიხვედით მაგ იდეამდე შენ და დამფუძნებლები? ანუ რა იდგა ამის უკან? ოკეი, ცოტა შორიდან უნდა დავიწყო ეგ ამბავი. თბილისი მედიკის როგორც კომპანიის შინაარსი უნდა ახსნა. ჩემთვის მაგიური რაღაც კომპონენტები აქვს ამ კომპანიას, რაც მინდა რომ გამოვკვეთო.
არ ვართ ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ფულის გენერირებაზე ფიქრობს როგორც მექანიზმზე რა. და წარსულში ამის გამტკიცებელი кейსებიც გქონია, ასე ვთქვათ რა. და ერთ მაგალითს მოგიყვებით მაგისთვის. მადლობა. გაგვიმარჯოს. ხაიხა. რამის ზალა მოგეცე შენ? ასევე. მოკლედ ერთი ისტორიაა ძალიან საინტერესო, რომელიც არსად არ მომიყოლია ესე ფართო სივრცეში. იმიტომ რომ მაგამბის რეკლამირება დიდად არ გვინდოდა რა. ეხლაც არ რეკლამირების მიზნით ასე ვთქვათ არ ვყვები, ვეცდები რომ მაყურებელს გავაცნო ჩვენი კომპანიის შინაარსი და ჩემთვის პოდკასტის მუღამი ასე ვთქვათ არის რომ იქნებ ბიზნეს სამყაროს ან ერთ ინდივიდს ვინც გვიყურებს რამე შევძინოთ დადებითი და რამეზე დავაფიქროთ რა. მოკლედ კოვიდის პერიოდს ეხება ეს кейსი. და სანამ კოვიდი დაიწყებოდა, ჩვენი საქმიანობის ესე ვთქვათ ნაწილი პროდუქციის დონეზე არის სამედიცინო სახარჯი მასალებიც რა. ამ შემთხვევაში პირბადეებს ეხება ეს кейსი რა. და რეგულარულად ამას კლინიკებს ვაწვდით და კოვიდის დაწყებამდე საკმაოდ დიდი პარტია შევუკვეთეთ ამ პირბადეების რა. ჩამოვიდა ეს პირბადეები, მერე დაიწყო კოვიდის პანდემია და ამ პროდუქტზე მოხდა ერთგვარი ბუმი. როგორც საცალო მიმართულებით მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და კლინიკური სექტორის მიმართულებითაც ასევე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. ერთგვარი დეფიციტიც შეიქმნა ბაზარზე და მოკლედ ფასები არანორმალურად გაიზარდა რა. მოკლედ რაღაც განძი ჩაგვივარდა ხელში როგორც კომპანიას და ამ განძით შეიძლებოდა რომ ძალიან გვეხეირა რა. და პირველი მაგია რაც მედიკის ვახსენე რომ რაღაც ფულის საწერი მექანიზმი არ არის მხოლოდ რა. მაგ დროს მენეჯმენტმა მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სტანდარტული მარჟა რაც ჩანაფიქრი გქონდა ისევ იმ მარჟაში გაგვეყიდა ეს ჩვენი პირბადეები რა. დავადგინეთ ლიმიტები რომ რაღაც ძალიან ბევრი არ შეესყიდათ არც ორგანიზაციებს დაბალი ფასის გამო და არც საცალო მომხმარებლებს და ესე საკმაოდ დიდი ხნის პერიოდში ვყიდით რა. მახსოვს რაღაც ადამიანების რიგები ჩვენს კომპანიასთან პირბადეების შესაძენად და კომპანიების სურვილი ამავდროულად რომ ესე იგი ძალიან ბევრი ეყიდათ ჩვენგან, მაგრამ ჩვენ ამ ლიმიტებს მივყვებოდით რა. ეს იყო кейსი, სადაც მედიკმა თავის თავს დაუმტკიცა, რომ ესე იგი რაღაც არსიც უნდა კონდეს კომპანიას, გარდა იმისა, რომ ფული დაწეროს რა. და რა იყო არსი? ან მაგ მომენტში რას ეჭიდებოდით, რა იდეას? მაგ დროს ეგეთი მკაფიო არსი ქონდა ჩვენ ორგანიზაციას, მე ცოტა ტრანსფორმირდა ეგ არსიც და მაგასაც გეტყვით, რომ ესე იგი დავხმარებოდით კლინიკურ სექტორს პაციენტების მოვლაში და ჯანდაცვის ეკოსისტემაში ჩვენი კონტრიბუცია შეგვეტანა, რომ საბოლოო მომხმარებელი, end user-ი, პაციენტი კარგად ყოფილიყო რა. და ამ შემთხვევაში რასაც ჩავაჭიდეთ იყო, რომ ესე იგი ამ რთულ ვითარებაში ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ქვეყნისთვის ჩვენი კონტრიბუცია რაც იქნებოდა, რომ არ გავხარებებულიყავით ძალიან და ისევ ადეკვატურ ფასად მიგვეწოდებინა ის პროდუქტი, რომელიც იმ დროს ქვეყანას და ადამიანებს ძალიან ჭირდებოდა რა. და როდესაც თუნება დიდია რომ შეიძლება რაღაც 10-ჯერ მეტ თანხად გაყიდო და რაოდენობა საკმაოდ დიდი გაქვს, მაგ თუნებას ჩვენ თავში მოვერიოთ, რომ ესე იგი საბოლოოდ თუ ვემსახურებით იმას, რომ ადამიანის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ხელი შეუწყოთ რა, ეს ის ამბავია, როცა ისევ იგივე წესებით უნდა ქნა ეს და არა განსხვავებული წესებით, რადგან უცებ მოთხოვნა არაორგანულად მაღალი გახდა რა. ეგ იყო ჩემთვის თავარი მუღამი მაყვალებს. ეხლა მე ვცდილობ ამის გადმოთარგმნას ადამიანურ ენაზე. რომ ანუ იდეა იყო რომ მოდი ფული არ მოვიგოთ იმ დონეზე რისი მოგებას გვინდა ამ მომენტში, მაგრამ უზრუნველყოთ რომ მეტ ადამიანს კონდეს ხარისხიანი სამედიცინო პროდუქციასთან წვდომა, ეგ იყო აზრი ადამიანურად რომ მოვთარგმნო. ზუსტად. და კომპანიის დონეზე რო ავხსნა რა, პირველი მაგია რაც ვთქვი რომ მხოლოდ ფულის წერისთვის აქ არ ვართ რა და რაღაცა სხვასაც ვემსახურებით რა და მაგან მიგვიყვანა საბოლოო ტრანსფორმაციამდეც რა. მეც ეს საიდან გაჩნდა? ანუ ჩვენ აქ ფულის წერისთვის არა ვართ. მოდი 100 кейსიდან კომპანიების 99 ასე ფიქრობს. ოკეი. და მე არ გამჟი ამისთვის. იმიტომ რომ რაღაც თვალსაზრისით მე ვარ
აი იმ იდეის მიმდევარი მათ შორის რომ shareholders value ანუ დამფუძნებლის ღირებულება კომპანიამ უნდა შექმნას და მაგისთვის არის ბიზნესი არსებობს ბიზნესის შინაარსიდან გამომდინარე თუმცა არ ვამბობ რომ ეს ერთადერთია რასაც უნდა იმსახურებოდეს კომპანია საიდან გაჩნდა ეგ იდეა რომ მარტო ფულისთვის არის ძალიან საინტერესოა და ქართულ კონტექსტში მე პირველად რეალურად ბევრი არ გამიგია პირველად თუ არა მესმის ბევრი არ გამიგია кейსისას ბიზნესმენი ლაპარაკობს მე აქ ფულისთვის მარტო არა ვარ სხვა რაღაცები მადარდებს ხო და ეგ დამფუძნებლიდან მოდიოდა შენ დაგხვდა ეგ ანუ როგორ მოკიდე ხელი მაგ იდეას რომ აი ამ კომპანიისთვის მარტო ფულის კეთება არ არის მნიშვნელოვანი სხვა რაღაცებიც მნიშვნელოვანია ოკეი დამხვდა და ძალიან ჩავეჭიდე მაგ მოცემულობას რაც დამხვდა რა ცოტა ჩემი ისტორიც რომ მოყვე 5 წელია უკვე მედიკში ვარ 27 წლის მივედი მედიკში და იქამდე 11 სხვადასხვა სამსახური მქონდა შეცვლილი რა რაღაც სულ მოგზაურობდი სულ ბევრს ვიბრძოდი და რაღაც ჩეგევარას როლში ვიყავი ბიზნეს სექტორში რა და რაღაც რაც მინდოდა ვერ უპოულობდი ამ ორგანიზაციებში და ასეძებდი პირველ რიგში არ მინდა გამოვიდეს ისე რომ რაღაც გაბრაზებული ვარ ჩემ ყოფილ დამსაქმებელზე რომელიმეზე იმიტომ რომ ყველასი ძალიან მადლიერი ვარ და ყველამ ძალიან ბევრი შემცინა რასაც ვეძებდი აღმოჩნდა რომ იყო ორი რამ რომ ესე იგი ერთი იდეაში მთავარი რომ რაღაც არსი კონდეს კომპანიას რა და არსი მედიკის შემთხვევაში რაც დამხვდა და მე ძალიან ჩავეჭიდე იყო რომ ორგანიზაცია ვიქვათ რაღაც როგორც ცოცხალი ორგანიზმი ადამიანებისგან შემდგარი, რომელსაც რაღაც თავისი მისიაც შეიძლება კონდეს, რატომ მოვდივართ საერთოდ სამსახურში ყოველდღე, მაგას რო პასუხი გავცეთ და რაღაც ჩემთვის როგორც ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მცნება არის განვითარება და მუდმივი ზრდა რა და ეგ мотиваციაც იგრძნობოდეს კომპანიის შინაარსში, რომ სულ გაზრდაზე ვფიქრობთ რა. და ერთი მაგის მშრალი მხარე რაც არის რა, რომ ფული ვწეროთ და აუცილებელია მაგის გარეშე ორგანიზაცია არ არის ჩემთვის და მეორე რომ არსიც ვქონდეს რა. და მედიკში დამხვდა არსი ბევრ მხარეს საინტერესო ჩემთვის რა. მთავარი რაც იყო, ესე იგი, ცენტრიზმი ადამიანებზე ორგანიზაციაში, რომ კომპანიის მთავარი ღირებულება არა ბევრი უძრავი ან მოძრავი ქონება, ან ბევრი მარაგი, ან კარგი ბიზნეს სტრატეგია, არამედ ადამიანები არიან, ვისგანაც ორგანიზაცია შედგება რა. მაგის რაღაც განმამტკიცებელი кейსი უცებ რაც მახსენდება რა, ტრანსფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე, ესე იგი, დავიწყეთ მუშაობა, რომ გამოგვეკვეთა ჩვენი კომპანიის ორგანიზაციული კულტურა და ღირებულებები საერთოდ რა არის რა. და ნაცვლად იმისა, რომ წავსულიყავით გზით, რომ რაღაც ბრძენი ტოპ მენეჯმენტი დამსხდარიყო და ჩამოეწერა, რომ ეს არის რა. წავედით იქით, რომ ესე იგი ეგ საჭიროებაც საიდან გაჩნდა, რომ მოდი კულტურაზე და ფასეულობებზე ვიმუშაოთ. იცი რა, უფრო რაღაც ტრენდული იყო ალბათ მაგ პერიოდში, რაღაც სხვადასხვა საერთაშორისო ან ქართულ სივრცეში მოვისმინეთ და როცა ვიძახით, რომ რაღაც განსხვავებული ტიპის ორგანიზაცია ვართ, ეგრე გუჯერა რა. ჩავთვალეთ, რომ გაგვეცხადებინა უნდა ჩვენი ღირებულებები რა იყო ძალიან კარგად რა. და მაგის გზები რაც გამიგია არის უფრო ხშირად რომ რაღაც C-level management-ის დონეზე ხდება ჩამოყალიბება რომ ეს კომპანია რომ ესეთია, ესეთი ღირებულებები უნდა კონდეს რა. და ჩვენი გზა იყო ეგეთი რომ მოდი ადამიანებს ვკითხოთ, ვისგანაც მედიკი შედგება, სადღაც 60 ადამიანამდე ვიყავით იმ პერიოდში. და რასაც ეს ადამიანები იტყვიან, აი მოსულა არ მოსულას ჭრილში რა, რომ რაღაცები ჩვენთვის როგორც მედიკელებისთვის მოსულა და რაღაცები არ მოსულა, აი ზუსტად ეგ არის ჩვენთვის ღირებულებები რა. და მაგის ირგვლივ უნდა დაფუძნდეს აღარ უნდა იდეაში ეგ არის სულ ღირებულებების და კულტურაც ორგანიზაციის რა. და ეგეც იყო ჩემთვის кейსი, სადაც გამტკიცდა, რომ ესე იგი ქვემოდან ზემოთ იერარქიულად კომპანიაში ძალიან ბევრი რამე შეიძლება წამოიღო რა. მათ შორის თითქოს ისეთი იმ დროისთვის ყოველ შემთხვევაში მისტიური მცნება, როგორც იყო რაღაც ორგანიზაციული კულტურა და ღირებულებები რა.
და მან ბოლომდე მოვიხიბლე, ასე ვთქვათ რა, მაგ ამბავით, რომ შეიძლება ორგანიზაცია დამფუძნებლების და მენეჯმენტის დონეზე რაღაც თავისი ღირებულებების განსაზღვრაში და შემდგომ სტრატეგიის განსაზღვრაშიც, შემდეგ შევეხებით ამ თემებს, შეიძლება ადამიანებს ენდოს რა, ვისგანაც ეს კომპანია შედგება. ამიტომ ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო რა, რომ ცოტა რაღაც იდეურ ნაწილში ბორინგ ამბავი, რომ ფულის წერის გარდა რა შეიძლება ორგანიზაციაში ვაკეთოთ რა. ჩემთვის აღმოჩნდა ეგ, რომ ადამიანებზე შეიძლება გავაკეთოთ ცენტრიზმი ორგანიზაციაში და ეგრე დავწეროთ ფული და არა ისე, რომ ადამიანიც ხისტი მიდგომა იყოს ან მენეჯინგის, ან ადამიანებთან დამოკიდებულების და ასე შემდეგ რა. ეგ მაგია იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე მაგიასაც ვიტყვი. ესე იგი, მეგობრობა კლიენტებთან და პარტნიორებთან. ოღონდ ბიზნეს ჭრილში მეგობრობა რა. რაშიც გულისხმობ დაუპირდე ორგანიზაციებს, მე როგორც ორგანიზაცია, ის რაც შემიძლია და რასაც დაუპირდები, უეჭველად გავაკეთო რა. უკეთ არ მოვატყუო ეს ხალხი რა. და ეს თითქოს მარტივი მცნება არა და რეალობაში ძალიან რთულად განსახორციელებელია ხოლმე რა, იმიტომ რომ სტუნებები საკმაოდ ბევრი. მანდაც ერთ кейს მოვყვები. მოკლედ როლიდან გამომდინარე, საბოლოო ეტაპზე თითქმის ყველა კანდიდატს ხვდები მედიქსში, გასაუბრების ჭრილში რა, რადგან რაღაც მეც ჩემი კონტრიბუცია შევიტანო ახალი მედიკელის შემოერთებაში რა. და ერთ ჩემს საიდუმლო კითხვას გაგიჟღერებ, რასაც ვსვამ გასაუბრებაზე და ცოტა გავშლი მაგ ამბავს, იმიტომ რომ მგონია, რომ ზოგადად საინტერესო кейსია რა. ძირითადად კომერსანტებს, გაყიდვების მენეჯერებს უსმევ ხოლმე ამ კითხვას რა და кейსი არის ეგეთი, რომ დაუშვათ ხარ გაყიდვების მენეჯერი, ყიდი პროდუქტს, დაუშვათ ყავის აპარატებს, კორპორატიულ სექტორზე, ბიზნესებზე. და ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა იქამდეც და ეხაც გააქვს, ძალიან დიდ მოლაპარაკებას აწარმოებს რა, რაღაც ახალი ტიპის ყავის აპარატი შემოგივიდა და 100 ცალი სხვადასხვა ფილიალისთვის უნდა პირობითად რა. გაიარე ყველა ინსტანცია იქ შესყიდვებს მოეწონა, გუნდის წევრებს გაასინჯე და მოეწონა და რაღაც ბოლო ფორმალურ შეხვედრაზე ხარ იმ კომპანიის დირექტორთან, ხელშეკრულება უკვე მზად არის და ხელი უნდა მოგიწეროს რა. იქამდე ეს ადამიანი შენთან დაუშვათ ბატონი დავითი არ ჩანდა საერთოდ რა. და სანამ ხელს მოგიწერდა, ისე უკვე კალამი ხელში უჭირავს და სხვათა შორის გეკითხება რა, რომ ტექნიკური გუნდი როგორ იყავთო რა, ანუ ამდენ აპარატს რო ვიყიდი ახლა თქვენგანო, უცებ რომ რამე გამიფუჭდეს და მომსახურება დამჭირდეს, რამდენად კარგად მომიგვარებთო რა. დაუშვათ, რომ შენ კომპანიაში, სადაც მუშაობ, არის ეგეთი სიტუაცია, რომ ტექნიკური გუნდი ახალ ჩამოყალიბებულია, რაღაც ძველი გუნდი წავიდა, ახალი მოვიდა. ამ ეტაპზე კვალიფიკაციაში და დროში ძალიან უჭირთ, არსებულ კლიენტებთანაც კი ბევრს წვალობენ, ანუ თავზე გადაყვებიან, მაგრამ გვიან მივლენ, იმიტომ რომ ბევრი საქმე აქვს, კომპეტენციაც ბევრი არ აქვს და შეიძლება უცხოელ წარმოებელთან დარეკოს და იქვე გაარკვიოს, როგორ გააკეთოს რაღაცა და ასე შემდეგ რა. მოგეთ, შენ როგორც გაყიდვების მენეჯერი დარწმუნებული ხარ, რომ ბევრს არ დარჩებიან აღფრთოვანებული ტექნიკური გუნდის მომსახურებით რა. და როგორც გაყიდვების მენეჯერი რას პასუხობ რა ამ დირექტორის კითხვაზე? ჩემი ეგეთი ფარული კითხვა ეგ არის რა და როგორც წესი პასუხი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ვეტყვი, რომ საუკეთესო გუნდი მყავს ტექნიკურ გუნდში რა. და მოვლენ და გაგაოცებენ რა. ხო და მერე მიდის ჩაკითხვა ჩემი მხრიდან რა, რომ რატომ ვიტყუებით რა რეალურად რა? რატომ არ შეიძლებოდა, რომ პირდაპირ წარეს იმართლე გვეთქვა, რაც ხდება ჩვენ რეალობაში, რომ იცით რა, ბატონო დავით, ტექნიკური გუნდი ახალ ჩამოყალიბებულია, ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გაგაოცებენ, მაგრამ ვითარდება ეს გუნდი. გვჯერა კომპანიაში, რომ ძალიან მალე პროფესიონალები გახდებიან, იქამდე, რავი, ჩემი თავი გენაცვალოს რა, რითი შემიძლია მეც მოგეხმარები, ჩემითაც მოვალ და რაღაცას ვიზამთ რა, მაგრამ ეხა ვერ მოგატყუებ რა და ვერ გეტყვი, რომ სუპერ გუნდი გყავს რა.
ესე იგი, ჩემთვის ეგეთი პასუხი რა და მედიკისთვის ეგეთი პასუხი რა, ყველაზე სწორი და რელევანტური პასუხია კლიენტებისთვის რა. იმიტომ რომ შეიძლება ის кейსი მართლა დავკარგო და ბატონმა დავითმა ჩათვალოს, რომ ამ ეტაპზე ამ კომპანიასთან თანამშრომლობა არ ყის, მაგრამ გონია, რომ მის გულში ეს სეილი გაყიდვების მენეჯერი და კომპანია სულ დარჩება, რომ ეგეთი მწარე სიმართლე პირდაპირ მითხრა რა. და რასაც სამწუხაროდ რაღაც ეს ეკოსისტემა ჩვენი ბიზნეს მიერჩვია, რომ გაყიდვებმა მანდამაინც უნდა მომატყუოს რა და რაღაც უნდა შემომდენოს რა. იმას გამიქარწყლებს რა და იმხელა ნდობა გაჩნდება რა, რომ ესე იგი სამომავლოდ ჩემ ყველა ბიზნეს მეგობარს შეიძლება ეს მოუყვე, ხო, რომ ეგეთი кейსი მქონდა, რომ ტიპი მოვიდა და ესე პირდაპირ მითხრა სიმართლე და ადეკვატური ხალხია რო რამე და შეგიძლია დაელაპარაკო რა. ეგ არის მთავარი ფუნდამენტი ჩემი აზრით, რაზეც ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა უნდა დაშენდეს, ნდობით იწყება მანდაც ყველაფერი და თუ ეგ ნდობაში შეხვედი, მგონია რომ ძალიან დიდი value შექმენი რა. და კანდიდატებთან როცა შეიძლება უცებ დავსკიფო გადავახტე მაგ ამბავს და სხვა რაღაცებზე ველაპარაკო რა და მე აქ გამოჩნდება რომ ამ ადამიანებს დიდ ნაწილს კარგად ესმით რომ ეს გრძელვადიანი ურთიერთობის აგება კომპანიებთან ჩვენ ენაზე ხიდების მშენებლობას ვეძახით ძალიან მნიშვნელოვანია რა რომ ნდობაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე უცებ შემოვატრიალებ ხოლმე რა რომ რაცო 20 წუთის წინ მითხარი რომ კლიენტს პირდაპირ ატყუებდი რა ეხა ვლაპარაკობთ რაღაც ნდობაზე და მაღალფარდოვან ღირებულებებზე რა და იქ რომ მოატყუე ეგ სად იყო რა მან ძალიან დიდ ნაწილში ჩემ და გასახარად უცებ რაღაც ჯერ მოკლეს სიჩუმე დაისადგურებს ცოტახნიანი საინტერესო და მე პირდაპირ ეგეთი გულწრფელი პასუხი მხვდება რა რომ იცი რა მეგონა რომ ეგეთი პასუხი უფრო მოგეწონებოდა შე როგორც დირექტორს რა და ესე იგი მაგიტომ გიპასუხე რა. ეგ მოსულა ეხა ჩემთვის რომ რაღაც თარგით დავდივართ ალბათ ყველგან რა. მე აქ ვეცადე რომ თარგის გარეშე მოვსულიყავი, რამდენად გამომივა ნახოთ რა. გასაუბრებაზეც რაღაც ეგრე მოდიან ადამიანები რომ მოვაწონო მეორე მხარეს თავი რა. ნუ ამიყვანო სამსახურში. კი, ბუნებრივია. ხო და მან დრაზეც დავფიქრდი რა. და ეჭვი მაქვს რომ შენი მაყურებლები ბიზნეს სექტორიდან მენეჯერები C-level-ისაც მათ შორის იქნებიან. მეგობრებო რაღაც ჩვენში ხო არ არის პრობლემა რა. ჩვენ მე ხო არ შევქმნით ეგეთი ეკოსისტემა ბაზარზე, რომ ესე იგი გაყიდვების მენეჯერი ფიქრობდეს, რომ დირექტორს როცა ხვდება რა, მოდი ეგეთ кейსზე უპასუხო, რომ მანდამაინც შეტენით გავყიდდი ამ პროდუქტს რა. და არა ის რომ ორგანულ ღირებულებას შევქმნიდი რა. ძალიან შორს წავედი, მაგრამ მედიკის ამბავთან რო ეგ დავაბრუნო რა, ეგეც დამხვდა მედიკში რა, აი რაღაც მეგობრობა პარტნიორებთან, კომპანიებთან, კლიენტებთან და ეგეთი ადეკვატური დამოკიდებულება და ეს ცოცხალი кейსია სხვათა შორის მედიკის მაგალითიდანაც, ეგეთი კითხვები დაუსვამთ და პირდაპირ გვიპასუხია ჩვენი კუთხით, რომ რაღაცაში სუსტები ვართ. და ეგეთი მიდგომა ორგანიზაციებთან რა და ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რა რომ ვიპოვე ეკოსისტემა სადაც ეგრე შეიძლება იმუშაო რა რომ ერთის მხრივ ფულის წერაზეც იფიქრო ამის მეთოდი გქონდეს შიგნით ორგანიზაციაში ცენტრიზმი ადამიანებზე და ბოლომდე ინდო მაგნაწილში შენ ადამიანებს ვისგანაც შენ შედგები რაღაც არსი გქონდეს კომპანიას გარდა იმისა რომ ფული წერო და პლუს ირგვლივ ვიმეგობროთ ხალხთან ბიზნეს ენაზე შენ იცოდი რომ გამარჯვება გაზიარებით იწყება? არ იცოდი? ხოდა მომისმინე ახლა. სოკარი აცხადებს გათამაშებას და ათამაშებს ახლა დაშენებულ ბინას საბურთალოს თეთრი კვადრატის დასრულებულ პროექტში. ეს ბინა არის 92 კვადრატულიანი ბინა. გარდა ამისა, ათამაშებს კიდევ ახალ ელექტრომობილს და სამფულად პრიზ 10,000 ლარის ოდენობით. ხოდა ნახე ახლა დაშენებული ბინა, ელექტრომობილი 3,000 ლარიანი პრიზი. ახლა მე რაღაც არის ერთად. გათამაშებაში რომ მიიღო მონაწილეობა, შენ უბრალოდ 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე ჩაასხი სოკარში ან საწვავი, ან დაიტენე გაზით, ბუნებრივი აირით და ყოველ 15 ლიტრზე საწვავზე და 15 კუბურ მეტრზე გაზზე მიიღებ გათამაშების ერთ ბილეთს. ხო და გათამაშებაში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ Soccer Energy ბარათის აპლიკაციაში Soccer Geo ეს ბარათი აუცილებლად უნდა იყოს დამატებული და რეგისტრირებული. ხო და თუ არა გაქვს დამატებული და რეგისტრირებული, აუცილებლად დაარეგისტრირე. გარდა მაგისა, გათამაშების პერიოდში ყოველდღიურად 100 მომხმარებელი მოიგებს მომენტალურ პრიზს.
ეს იქნება ან ენერჯი ბარათის ქულები, ან ვეიმარტის ვაუჩერები. ხო და მომენტალური პრიზი შეგვიძლია ან თავად გამოიყენო, ან სხვას მიცე მოგების შანსი და სანაცვლოდ დამატებით მიიღო გათამაშების 5 ბილეთი. რატო ეს ყველაფერი იცი? რადგან გამარჯვება ზუსტად გაზიარებით იწყება. ასე ამბობს სოკარი, ჩვენი პარტნიორი. მოდი ადამიანების ცენტრიზმზე გავჩერდეთ. რას გულისხმობ მაგაში? ძალიან ისეთი ტერმინია, ბევრნაირად შეიძლება გაშიფრო და თქვენ კონტექსტში რას ნიშნავს ადამიანზე ცენტრიზმი? ოკეი. მოკლედ მე რო დირექტორი მქვია რა და რაღაც კაბინეტში ვზივარ რა, ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მარკეტერზე კარგად ვიცი, მარკეტინგი როგორ კეთდება, სეილზე კარგად როგორ კეთდება გაყიდვები, შესყიდვებზე კარგად როგორ კეთდება შესყიდვები რა. და ჩემთვის ცენტრიზმი ადამიანებისკენ კომპანიაში არის ამ ადამიანებისთვის ნდობა საკუთარ საქმეში და თავისუფლების მიცემა. რაღაც დამოუკიდებლობის მიცემა, რომ ჩემი დგამსავსყრო, ჩემ ამოცანებს როგორ მოვედიო რა. ცი რა არის, რომ ბიზნეს სექტორში მგონია, რომ რაღაც ზოგად საკაცობრიო მცნებები არ მუშაობს რა. ყველა კომპანია მართლა ინდივიდი მგონია და ინდივიდუალური გადაწყვეტები აქვს ამ პრობლემებს და ისიუებს ნებისმიერ რაც შეიძლება შეგხვდეს რა. მაგრამ აი მიკრომენეჯმენტის ვერაფერი გავიგე, არასდროს არ მესმოდა რა. და ესე იგი, ჩემთვის გუნდის მუღამი არის, რომ ჩემს ირგვლივ რაღაცაში ჩემზე კვალიფიციური ადამიანები შემოვიკრიბო მე როგორც დირექტორმა რა. და მე როგორც მენეჯერმა რა, შეიძლება დირექტორი არ ვიყო, მაგრამ გუნდს რო ვიკრებ ირგვლივ რა, რაღაცაში ჩემზე კარგი უნდა იყოს რა. და მე არის ხშირად განსაკუთრებით რაღაც პრობლემურ სიტუაციებში რა, მანკიერება, რომ ესე იგი ჩავიდე იქამდე, რომ მისი საკეთებელი საქმეც მე ვაკეთო, ან ჩემი მითითებებით ვაკეთებინო რა. და თუ ესე იგი გუნდს იმიტომ ვიკრებ, რომ ჩემზე კარგები არიან რაღაცაში რა, რაღაც ვეჩხირები რა ამ მიკრომენეჯმენტით და რატომ მივდივარ იქითკენ, რომ მიუთითო მანდა მაინც როგორ გააკეთოს რა. და ცენტრიზმი არის, რომ ესე იგი ამ ადამიანებს უთხრათ, რომ რაღაც მკაფიო მიზნები განუსაზღვროთ მათთან ერთად, რომ რაღაცა KPI ან გამოწვევა რაღაცა შევასრულო რა. და იმის იქით მივცეთ თავისუფლება ადამიანებს, რომ თვითონ განსაზღვრონ ქმედებები, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს რა. ჩვენ როგორც მენეჯერები ვიყოთ მხარდამჭერები მათი, რომ თუ რამე ჭირდებათ გვერდში დაუდგეთ. და გარდა მაგისა ვიზრუნოთ მათ ბედნიერებაზე რაღაც. ბიზნეს სექტორისთვის უცნაური ტერმინია, მაგრამ მგონია რომ მენეჯერი, ლიდერი, მთავარი რასაც უნდა აკეთებდეს, არის მის ირგვლივ ადამიანების ბედნიერებაზე ზრუნვა რა. ბედნიერება პირველ რიგში არის ღირსეული ანაზღაურება, კარგი გარემო, მათთვის მისაღები რაღაც ორგანიზაციული კულტურაც, ბიზნეს პროცესებიც და ასე შემდეგ რა. და გარდა მაგისა ცენტრიზმი არის ამ მიდგომასთან ერთად, რომ მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა ჩვენივე გუნდში დაუშვან შეცდომები რა. შეეშალოთ და ამ შეშლაზე რაღაც ახალი value შევიძინოთ, ღირებულება და გავიზარდოთ რა. და ეგ ძალიან მტკივნეული საყურებელი აღმოჩნდა ჩემთვისაც კი რა, რომ მაგ მიდგომით და მაინსეტით ვიყავი რაღაც ღრმა ბავშვობიდან რა, ბავშვობად შეიძლება მაგას დაარქვა, რომ ბიზნესში ეგ სწორი მიდგომაა რა. მაგრამ როცა უყურებ, რომ რაღაც ფუჭდება რა, რთული საყურებელია რა, მაგრამ მან ერთი ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ესე იგი ინიციატივა მგონია, რომ არის ადამიანებში სანთელი, რასაც ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ და არ უნდა ჩავაქროთ რა. და წარმოიდგინე, რომ როცა მაღაზია აგებ ეკოსისტემას კომპანიაში რა და ხედავ, რომ შენ გუნდის წევრებში მიაღწიე იმას, რომ ინიციატივები ბევრი აქვთ რა. თუ სადმე დაბლოკე ეს ინიციატივა რა, თქვი რომ რაღაც სხვაც ხომ მოიფიქრებ და ეგ რო კარგი იყოს, ან რამე ეგეთი ფრაზა რა. გონია რომ კლავ ამ ადამიანში мотиваციას რა და თუ мотиваციას იმისა რომ მქონდეს ინიციატივა რა. და როცა ორგანიზაციაზე ეგრე რაღაც სათუთად უდგები რა და გინდა რომ სულ გაზარდოთ ან და განავითარო რა და ქვემოდან ზემოთ წამოიღო ყველაფერი რა. ძალიან უნდა მოუფრთხილდე ინიციატივას ადამიანებში რა. ამიტომ ეგეც არის ჩემთვის ადამიანებისკენ ცენტრიზმი, რომ ვაცალოთ ამ ხალხს, რომ რაღაცები შეეშალოს რა. ამიტომ რომ შეიძლება მე ვცდებოდე როგორც შემფასებელი და ძალიან კარგი იდეა იყო და დავბლოკო. ან შეიძლება არ ვცდებოდე საერთოდაც რა და სწორი ვიყო და რაღაც ზარალს გადავარჩინო მისი გუნდი ან თვითონ რა. მაგრამ გაბრაზებული დარჩება ჩემზე. იცი რატო, რომ არ დაიჯერებს მგონია, რომ იმ მომენტში არასწორი აზრი ქონდა რაღაცაზე, როცა მკაფიოდ ჯერა რა.
ამიტომ რაღაც თავისუფლების და ნდობის გამოცხადება ადამიანებისთვის არის ჩემთვის ადამიანებზე ცენტრიზმი და მენეჯმენტისთვის და მენეჯერებისთვის გააზრება, რომ ესე იგი თუ მიკრომენეჯმენტი აღარ უნდა ვაკეთო, რაღა უნდა ვაკეთო და რაღა უნდა ვაკეთო და ვიზრუნო ადამიანების ბედნიერებაზე რა. კარგი. ლამაზად ჟღერს მაგალითები მითხარი, როგორ ზრუნავ ადამიანების ბედნიერებაზე. აი კონკრეტული მაგალითები მომიყევი, შენ როგორც დირექტორი, როგორ ზრუნავ, რომ შენი ხალხი იყოს ბედნიერი. ოკეი. მოდი ყველაზე გიჟურ გადაწყვეტილებას ვიტყვი, რაც მივიღეთ კომპანიაში. და ჩემთვის მთავარი ფაქტორი მან ცალსახად იყო ადამიანების ბედნიერებაზე ზრუნვა რა. ტრანსფორმაციის პერიოდში რა, საკმაოდ ბევრი რაღაცის ცვლილება მოგვიწია რა. რეალურად საერთოდ ახალი კომპანია გავაკეთეთ რა. და ღერძი იყო ნდობა და თავისუფლება, რის ირგვლივაც ვაშენებდით რა. და მივედი ძალიან მნიშვნელოვან საკითხამდე, რომ სახელფასო სისტემა როგორი უნდა გქონდეს ორგანიზაციაში რა. იქამდე იყო რაღაც სტანდარტულად, როგორც სადისტრიბუციო კომპანიებში გვხდება, გეგმები, ბონუსები კომერციაში რა. და ჩვენ მაგ კუთხით მივუდექით, რომ ბონუსები მიბული გაყიდვების რაღაცა მიზნით. Yes, შესრულებაზე გაყიდვების რა, რაღაც 96% თუ შევასრულე ავიღებ ბონუს, 85% თუ შევასრულე ვერ ავიღებ რა. და მაგაზე როცა მსჯელობა წავიდა რა, ეგეთ რამეს დავაკვირდით, რომ ეგეთი მიდგომით, შემთხვევით, ხო არ ვეწინააღმდეგებით ნდობას ადამიანების მიმართ და თავისუფლებას რა, რომ რაც შიშველი სიმართლე რო ვთქვათ, რა არის მაგ მიდგომის მუღამი, რომ ფიქსი მივცე ცოტა ადამიანს, არ ყოფნიდეს იმისთვის, რომ ბედნიერი ფიქსი იყოს. ხა მაყურებელმა რო გაიგოს, მოჭრილი ნაწილი ხელფასის, ხო, როგორც ხვდები? კი ბატონო, ფიქსირებული ანაზღაურება, რასაც 10 ლარს გავყიდი თუ 100,000, მაინც ავიღებ რა. და იმის ზემოდან მქონდეს სისტემა, რაღაც გეგმების, რომ ამ თვეში უნდა გაყიდო 100,000 და მოგება დააგენერირო 30,000 რაღაც საპროდუქტო ჯგუფიდან და აქედან მიიღებ პროცენტს და უშუალოდ 10% გაყიდულიდან რა. ესე იგი სისტემა არის ესეთი, რომ მაიძულებს მე როგორც თანამშრომელს, გაყიდვების მენეჯერს ან კომერციულ დირექტორს, რომ ამ რეალობას მოვერგო, სულ ყოველთვე კარგი შედეგი მქონდეს, იმისთვის რომ ფინანსურად ბედნიერი ვიყო, იმიტომ რომ თუ რაღაც თვეები ჩამივარდა და იმდენი ვერ გავყიდე რომ ბონუსი ავიღო რა, მაშინ აღარ მყოფნის ის ფული რა, ჩემი საჭიროებებისთვის, ვალდებულებებისთვის და ასე შემდეგ. ერთგვარი რაღაც мотиваტორია ჩემთვის, რომ საქმე ვაკეთო რა. და როცა мотиваციის ღერძი სხვაგან ორგანიზაციაში რა, ჩავთვალეთ რომ ეგეთი სისტემა არ იყო ჩვენთვის სამართლიანი და ამიტომ მივიღეთ ჩვენ სექტორში, ჩვენ ქვეყანაში და ალბათ არა მხოლოდ ძალიან რთული გადაწყვეტილება, რომ სრულად საბონუსე და საგეგმე სისტემა გავაუქმეთ და ფიქსირებულ მოჭრილად ანაზღაურებაზე გადავიყვანეთ სრულად გუნდი კომპანიაში რა, მათ შორის გაყიდვების მენეჯერებიც რა. რაღაც დავითვალეთ საშუალოდ რას იღებდნენ ეს ადამიანები, ცოტა მოვამატეთ და უთხარი რომ აი პირობითად რავი 5,000 ლარი გამოსდიოდა ერთ გაყიდვების მენეჯერს საშუალოდ ფიქსირებულს პლუს ბონუსი. ფიქსირებული იყო პირობითად 1,500, 3,500 ბონუსი რა. უთხარით რომ რავი თეონა მაგალითად გენდობით რა, იმ დონეზე რომ ამ 5,000 მე შენ სულ მოგცემ, სულ იყოს შენი ანაზღაურება და მოდი საქმე ისევ ვაკეთოთ რა. და ეგ იყო გათვლა, რომ ესე იგი დაგვემტკიცებინა ჩვენი თავისთვისაც, რომ ჩვენი მიდგომის შესაბამისი ეკოსისტემა გვყავს კომპანიაში და მანდა მაინც რაღაც ბონუსის מחვილი ამ ხალხს თავზე არ უნდა დაკიდო, იმისთვის რომ საქმე აკეთონ რა. შედეგებმა გამაუცა ბერ მხარეს, ერთი მხრივ EMPS კვლევას და გამმარტავ არის რომ რაღაც თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა, სადაც აფასებენ ადამიანები, რამდენად მოსწონთ შენს კომპანიაში მუშაობა და რამდენად ურჩევენ სხვას. კი ბატონო, თავარი კითხვა ეგ არის. ქულები იწერება 0-დან 10-მდე, მაგრამ შედეგები მიიღება -100-დან +100-მდე რა, ეგეთი დათვლის სისტემა აქვს რა. 3+76 გქონდა მაგავე წელს EMPS-ი, წინა წელს 44 იყო, თუ არ ვცდები, და მაგ კუთხით ძალიან ბედნიერი გახდა ხალხი და მეორეს მხრივ მაგავე წელს მოხერხდა, რომ რეალიზაცია გაგვეზარდა 30%-ით რა.
არ ვიძახი რომ მანდამაინც მაგის გამო მოხდა პირდაპირ, მაგრამ ფაქტორი ცალსახად არის, იმიტომ რომ თავალი რისკი რაზეც ვფიქრობდით რა, რომ ამას რომ ვიზამთ, რომ ფიქსირებულ ხელფასებზე გადავალთ სრულად რა. კომერციაში мотиваცია იმ დონეზე არ დაეცეს, რომ რეალიზაციამ დაიკლოს რა. არადა მოხდა პირიქით რა. მაგ გათვლამ და აზრმა რომ ესე იგი ვენდოთ ბოლომდე ადამიანებს, მათში კიდევ მეტად გააღვივა რაღაც мотиваციის ცეცხლი რა და ჩემთვის რაღაც როგორც დირექტორისთვის მაგის დაკვირვებად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების თვალებში ცეცხლი გიზგიზებს თუ არა, ვიცი რომ ძალიან ზოგადი ტერმინია, მაგრამ ვფიქრობ მენეჯერები გამიგებენ რა. ხო და ეგეთი ცეცხლი მე არსად არაზოს არ მინახავს რა, რაც მაგ ცვლილებას მოყვარა. ხო და კონკრეტული მაგალითი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ეგ არის ჩემთვის ადამიანებზე ცენტრიზმის რა. და ორგანიზაციებისთვისაც ერთგვარი განაცხადია ვფიქრობ რა, რომ ჩემმა кейსმა ესე იმუშავა, ჩემმა კონკრეტულმა მაგალითმა კომპანიამ არ ნიშნავს, რომ ვინმე რომ პირდაპირ წაიღოს შეიძლება იმუშაოს, მაგრამ ჩვენ მაგალითზე შესაძლებელი აღმოჩნდა ისეთი სახელფასო სისტემის გაკეთება, სადაც არ გიჭირდება კარგი შედეგებისთვის, არც გეგმის და არც ბონუსის מחვილის თავზე დაგიდება. ოკეი. და ანუ ადამიანი იღებს სრულ ანაზაურებას და შენ ამითი უცხადებ მას ნდობას და მეორე მხარესაც ნდობა ფასდება იმ დონეზე, რომ გიზდის გაყიდვებს 30%-ით, შენ ცდილობ, რომ ეგ ფორმულა ახსნა, როგორ მუშაობს? ზუსტად. იცი რა, გარდა მაგისა კიდე ბევრი დეტალია მანდ რა, რომ თან ესე იგი არ გვეგონოს მარტივი ეგეთი ამბავი რა, ნდობის და თავისუფლების. და მოდი ვთქვათ, რომ ლამაზ ფერებში არ ვიყოთ, რთულ кейსებსაც მოვყვები რა, რომ თითქოს კარგად ჯღეს ხო, დასაქმებულისთვის, ორგანიზაციის ნაწილისთვის, რომ მე მინდოს კომპანია, მომცეს თავისუფლება რა, ხო, ბევრჯერ მოგვისმენია, რომ რაღაც უფროსი ძალიან ჩემ საქმეებში ერევა, ძალიან მიკირკიტებს საქმეში, არ მაქვს თავისუფლება, რომ რაღაც ვაკეთო რა. მაგრამ როცა ეგ თავისუფლება გააქვს რა, რეალურად მაგის უკან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დგას რა. და მე როცა აიღებ ამ თავისუფლებას, მე იაზრებ როგორც ადამიანი მაგ სიმძიმეს რა. და დაახლოებით ნახევარი თანამშრომლების შეიცვალა ჩვენს ირგვლივ ორგანიზაციაში რა, 2-3 წლის განმავლობაში, როცა ეს ტრანსფორმაცია მიმდინარეობდა რა. და ეგ მოხდა იმიტომ, რომ ესე იგი რეალურად ზოგ ადამიანს არ უნდა ეგეთი სრული თავისუფლება და ნდობა საქმეში რა. როცა მიჩვეული ვარ როგორც მინიმუმ, რომ მენეჯერი მიმითითებს რა ვაკეთო რა და მაგაზე პასუხისმგებლობის ამღები არა ვარ, რომ ეგს დავირჩიო, ვიღაცებისთვის ძალიან ძიმე აღმოჩნდა ეგ ტვირთი და აი 95% შემთხვევაში ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე დავიშალეთ რა, რომ ჩავთვალეთ, რომ ეგეთი მოწყობა ამ ხალხისთვის შესაბამისი არ იყო რა. და ჩემთვის ეგ როგორც ტრანსფორმაციის ლიდერისთვის ძალიან რთული საყურებელი იყო რა, რომ ადამიანები ჩემთვის ძალიან ძვირფასი, ჩემს ირგვლივ იცვლება რა და ეს რაღაც საჭიროებაა რომ შეიცვალოს, მათთვისაც უკეთესია და ორგანიზაციისთვისაც რა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მგონია. არ მგონია რომ სამსახურის ცვლილება ვინმესთვის ტრაგედია იყოს, მგონია რომ თუ არ გამოგვიცდია და სულ ერთ ადგილას ვარ, გამოსაცდელი ამბავია როგორც მინიმუმ, მაგრამ საყურებლობა ძალიან მძიმეა რა, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის რა, გუნდში შიშიც ჩდება ერთგვარი, რომ ჩემამდე ხო არ მოვა ეგ ამბავი რა. მაგრამ როცა ესე იგი ისეთ ეკოსისტემას შეკრავ, რომ ეგ ამბავი მათთვის ორგანულია, რომ ჩემით ვაკეთო საქმე, აი რა გითხრა, ძალიან რთული მიზნებიც კი შეიძლება ქვემოდან ზემოთ იერარქიულად წამოიღო რა. ჩვენი დღევანდელი სისტემას შევეხებით და იერარქიული ნაკლებად არის უფრო ჰორიზონტალურია, მაგრამ ესე იგი მაგალითად ეხა გავაჟღერებ ესე ფართო აუდიტორიისთვისაც, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი გვაქვს, რომ ჩვენ სექტორში გავხდეთ ბაზრის ლიდერები რა. და გაგიკვირდება და ეგ მიზანი ჩემგან არ მოდის რა, არც დამფუძნებლებისგან არ მოდის, მოდის გუნდიდან რა. როცა დავსხედით და ვილაპარაკეთ, რომ აი დიდი მიზანი რა უნდა გქონდეს რა, გარდა იმისა, რომ რაღაც არსი ჩვენი კომპანიის დღეს არის, რომ ესე იგი შევქმნათ ქართულ რეალობაში და არა მხოლოდ სამომავლოდ ქართულ რეალობაში საუკეთესო ჯანდაცვის ეკოსისტემა რა და მაგაში ჩვენ როგორც ამ ეკოსისტემის ნაწილმა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ რა.
ეგ არის რატომაც მოვდივართ ორგანიზაციაში ყოველდღე, მაგრამ ცოტა ხო სადღეგრძელოს გავს რა, ძალიან ისეთი არა. მაგრამ კონკრეტიკამდე რომ დავიყვანოთ, რომ ეგ როგორ გამოიხატოს რა, ვთქვით რომ მოდი ბაზრის ლიდერები გავხდეთ რა, ჩვენს ქვეყანაში ვიყოთ პირველი მოთამაშე რაღაც რეალიზაციით და მომგებიანობით დავუშვათ რა. და ეგ ჩემთვის გასაოცრად წამოვიდა გუნდიდან რა, გაყიდვების მენეჯერებიდან, product owner-ებიდან, პროდუქტის ფლობელებიდან, უფრო გადმოვაქართულო რა, მარკეტერებიდან, იურისტიდან, ბუღალტრიდან ერთიან ლაპარაკში წამოვიდა რა. და მანდაც კი არ დაგვჭირდა, რომ რაღაც ბრძენი ხალხი, C-level management-ი და დამფუძნებლები დამხმარიყავით და ჩვენ მოგვეფიქრებინა. და ამ ლაპარაკს თქვენ აფასილიტირებთ, როგორ ხდება ეს საუბარი? აი სად იბადება ეგ იდეები? კი, ფასილიტაციას ჩვენ უწევთ, როცა ესე იგი რაღაც საჭიროება გამოიკვეთებოდა, თუმ ეგ გამოიკვეთა, რომ ეგეთი დიდი მიზანი მკაფიო გქონოდა რა. იმიტომ რომ ცხადი ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანისთვის, რატომ მოვდივარ სამსახურში გარდა ხელფასისა, გარდა ფულისა რა. და ის რაღაც ოქროს წლის ნაწილი არის რატომ რაც ვახსენე არსი ჩვენი კომპანიის, რომ რაღაც ეკოსისტემა გვინდა გავაკეთოთ საუკეთესო, მაგრამ ძალიან რთულია რა, რაღაც მაღაზიის კონსულტანტამდე, დისტრიბუტორამდე, იურისტამდე, ყველა ადამიანამდე, რომ ეგ არსი მიიტანო რა და ვიგრძნო ჩემი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია მაგაში, როცა ორგანიზაციის ნაწილი ვარ, რომ მაგას ყოველი ჩემი დღე რითი ემსახურება რა. ცოტა იდეური ნაწილია და იდეაციაზე უნდა ემუშაო მაგ მხარეს და უფრო კონკრეტული ვეცადეთ, რომ შემოგვეტანა რა, რომ მოკვდავი მიზანი რა გვაქვს, უკვდავი მიზანისა, რომ საუკეთესო ეკოსისტემა უნდა გავაკეთოთ, მოკვდავი რა არის რა. და ესე იგი რაღაც მეც და ბიზნეს ოპერაციების დირექტორმაც გაუწია მაგ ამბავს ფასილიტაცია, ვინც სურვილი გამოთქვა და ჩემ დასაბედნიეროდ ბევრმა გამოთქვა სურვილი ორგანიზაციიდან. უბრალოდ დავსხედით და ამ ამბავზე ვილაპარაკეთ რა. მერე რაღაც ყველამ თავისი იდეა ჩამოწერა, ეს იდეები გავაკარით დაფაზე და მერე ფარული კენჭისხრა გავაკეთეთ, რომელ იდეას უნდა გაემარჯვა რა. გაიმარჯვა იდეამ, რომ გავხდეთ ბაზრის ლიდერები რა. ესე იგი ორგანიზაციამ შეძლო და გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი წამოიღო ქვემოდან ზემოთ რა. და მერე ესე იგი რომ ეს სტრატეგიული მიზანი მარტო ის ხო არ არის, რომ სადმე ვთქვათ და მერე აღარ ვისწრაფოთ იმისკენ რა. მაგის შემდეგ ამას მოყვა რაღაც 5 წლიანი განვითარების სტრატეგიის შედგენა, ისევ გუნდის წევრების მიერ ჩვენი ფასილიტაციით და აქედან 1 წელი ძალიან დეტალურია რა. და მანდაც ანუ როგორ გამოიყურება ეს 5 წლიანი გზა პირობითად რომ ლიდერობამდე მივიდე რა, სხვადასხვა რიცხვითი მაჩვენებლების დონეზე და მე 1 წლის მაგალითზე, ამ წლის მაგალითზე დეტალებში როგორც იშლება რა. ეგ გაკეთდა ისევ ქვემოდან ზემოთ რა, ისევ მთავარი მოთამაშეები, ესე იგი ძველ იერარქიულ ენაზე საშუალო დონის მენეჯერები და შემსრულებლები იყვნენ რა. ჩვენ just ფასილიტაცია გავწიეთ მაგ ამბავში რა. და ჩემთვის როგორც მენეჯერისთვის და ლიდერისთვის რა, ეგეთი მოწყობა არის 64 რა, რომ ესე იგი ეგეთი მსხვილ თემებზე მე როგორც რაღაც მე დირექტორს არ მიწევს, რომ რაღაც ჰაერზე ვიფიქრო რა. ჩემი აზრით თუ ეგეთი შემსრულებლების ხელი არ ურევია ეგეთ ფიქრებში რა. სხვა ყველაფერი ჩემთვის ჰაერზე ფიქრია რა, ისეთ ეკოსისტემაში, რაც მედიქში ავაშენეთ რა. იმიტომ ეგ ჩემთვის ძალიან დიდი განძია დღემდე და ძალიან ვფრთხილდები, რომ ქვემოდან ზემოთ ყველაფრის წამოღება შესაძლებელი იყოს რა. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. იცი რა, და ამ ტრანსფორმაციას რო დავარქვათ ეხა ტრანსფორმაცია ზოგადი ტერმინად რო არ დარჩეს, შეგიძლია რამოდენიმე პროცესი მოყვე, რომელიც მანამდე იყო ესე და ტრანსფორმაციის მერე არის ესე, ძალიან კონკრეტულად ქცევის დონეზე რომ ხელშესახები იყოს. ოკეი. ერთი გავიგე რომ თქვენ აიღეთ და ეს სისტემა ანაზღაურების შესვალეთ რომ მოჭრილი და ბონუსი მთლიანად ჩაანაცვლეთ, მაქსიმუმი მიეცით ადამიანს და გამოუცხადეთ ნდობა და გამოუცხადეთ თავისუფლება და მიდი აკეთე შენი საქმე, ნუ იდარდე ფულზე. ეგ ნაწილი გავიგე, ეს სისტემა გავიგე, სხვა რა სისტემები იყო. ოკეი. მოდი აქაც ცოტა შორიდან დავიწყებ. გიყვარ შეშორიდან სიარული. კი. ესე იგი ავხსნი მაგას კარგად უპასუხო, რატომ მივედით საერთოდ ტრანსფორმაციამდე რა, რას დავარქვით ტრანსფორმაცია და რა მოხდა ჩვენს რეალობაში რა. და ვეცდები ეგ ძალიან მოკვდავ მაგალითზე ავხსნა რა.
ჯერ რო კომპანიის შინაარსი გავიაზროთ, ესე იგი სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია რას ნიშნავს ჩვენ მაყურებელს რო აუხსნათ რა. ესე იგი, როდესაც კლინიკაში მოხვდებით და მაგ იმას ფრაზას ხშირად წინ უძღვის ღმერთმა დაგიფაროს და თუ მოხდი და არ არის მთლად ეგეთი მცნება რა, მგონია რომ ნელ-ნელა შემოდის ჩვენთან კულტურა, რომ მანდა მაინც ცუდად არ უნდა გავხდე რომ კლინიკაში მივიდე რა. ჩეკაპის ქართული მაგალითი შემოწმებაზე მივიდე და უბრალოდ არ დამჭირდეს ის რომ ძალიან მძიმედ დაავადდე რომ კლინიკაში აღმოჩნდე რა. ცირა მესმის რომ ზოგადად ეკონომიკური დონე, ფინანსური შესაძლებლობები შეიძლება მაღალი არ იყოს ჩვენს ეკოსისტემაში რა, მაგრამ ის კიდევ საკითხავია, რა უფრო ხარჯ ეფექტურია რა, რომ მე წინსწრებით მივიდე კლინიკაში, შევემოწმო ხოლმე და მძიმედ არ დაავადდე, თუ მანდა მაინც ცუდად რო ვარ მე მივიდე, რომელი უფრო ძვირი მიჯდება, მგონია რომ მეორე შემთხვევა ბევრად ძვირი გვიჯდება რა. მოკლედ, კლინიკაში რო შევდივართ, ექიმი როდესაც შეგხვდება და ხალათი აცვია, დიდი ალბათობა არის, რომ თბილისი მედიკის მიერ მიწოდებული იყოს ეს ხალათი, პირბადე რო უკეთია შეიძლება ჩვენია, შპრიც თუ იხმარს რამეს შეიძლება ჩვენია, ეხოსკოპია თუ დაგჭირდება ის აპარატი შეიძლება ჩვენი მიწოდებულია, ანალიზი თუ დამჭირდა ლაბორატორიაში, ესე იგი, ის ანალიზატორი და მისი სახარჯი მასალებით ჩვენი მიწოდებულია რა. სავარაუდოდ, კი ბატონო. ხო და ეგ როლი გვაქვს ეკოსისტემაში ჯანდაცვის, რომ კლინიკები მოვამარაგოთ შესაბამისი ინვენტარით და სახარჯი მასალებით, რაც მათ ოპერირებისთვის ჭირდებათ რა. თითქმის ყველაფერი გარდა მედიკამენტებისა, რომ მედიკამენტები ჩვენი ხაზი არ არის რა, სამედიცინო აპარატურა და სახარჯი მასალები. ასევე ავეჭი რა. და 2010 წელს დაარსდა კომპანია. თავიდან რაღაც family business-ის მსგავსი იყო, საოჯახო ბიზნესის და რაღაც 3 ადამიანით დაიწყო და 65 ადამიანამდე მოვიდა რა, რაღაც 10 ძალიან მყარი ზრდის სტაბილური წელი ქონდა ბაზარზე რა. ოღონდ ეს მუღამები რაც თქვი ორგანიზაციის ჩანასახშივე იყო და დამფუძნებლების დამსახურება ძალიან დიდწილად ეგ ამბავი და მაგ ჩანასახისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემ დაწილად როგორც დირექტორმა დამფუძნებლებს რა. და ეგ რო აუხსნა ეხა რა ბიზნეს მოდელში ოპერირებდა კომპანია ძალიან მარტივ ენაზე, მოდი პურის მაგალითზე ვიტყვი რა, რომ ცდილობდა ორგანიზაცია გემრიელი პური გამოეცხო და გემრიელ ფასად გაიყიდა რა. მას პროდუქტები, ასე ვთქვათ, უფრო მაგაზე ფოკუსირებული იყოს რა. და წლები რო გავიდა ეს 10 წელი რა, ბაზარზე საკმაოდ გაიზარდა ეს ორგანიზაცია, გემრიელი პურის ბაზარზე. და მერე ესე იგი გაჩნდა ფიქრი, რომ მუღამი რომ აქ კომპანიაში რო სულ უნდა განვითარდე რა და მუსიკა სულ უნდა უკრავდეს ორგანიზაციის. ეგ ამ მიდგომით და ამ ბიზნეს მოდელით, რომ უბრალოდ გემრიელი პური ვაცხო და გავყიდო, სადღაც გაჩერდებოდა რა, იმიტომ რომ ბაზარი მეტის შესაძლებლობას აღარ გაძლევდა რა. და გარდა მაგისა განაცხადი რო გაქვს ასევე ორგანიზაციაში, რომ ესე იგი კარგი და საუკეთესო ჯანდაცვის ეკოსისტემა შევქმნა რა. მაგ რაღაც ახლისთვის მომწიფთა რა, შიგნით ორგანიზაციაც რა და გარეთ ბაზარით, სადაც ოპერირებთ რა. და ეგ ახალი იყო, რომ უბრალოდ გემრიელი პურიდან გადავიდეთ ფოკუსირებულ პურებზე რა. თეთრი, შავი, ცეხვილი, მთლიანი მარცვლის და ასე შემდეგ რა. ანუ ბაზარს ფოკუს ჯგუფებს მოვარგო პროდუქტი შესაბამის საჭიროებებზე რა. რომ ჩემი მთავარი მისია შევასრულო, რომ ეკოსისტემა უკეთესი გავხადო ჯანდაცვის. იქით კლინიკები გავაბედნიერო, რომ მათზე მორგებული პროდუქტები მაქვს და საბოლოოდ პაციენტიც ბევრად უფრო ბედნიერი გახდეს მაგით, იმიტომ რომ ცირა ძალიან საპასუხისმგებლო სექტორია რა, იმიტომ რომ საბოლოოდ საქმე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას რა და ჩვენი კონტრიბუცია მანდაც მაღალია, ამიტომ ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე ამ ბიზნესს გინდა არ გინდა რა. და მოკლედ ბიზნეს ტერმინსაც ვიხმარ, რომ level up-ი რაღაც მაღალ საფეხურზე გვინდოდა გადაგვეყვანა ჩვენი პროდუქციის ჯგუფები რა. იმიტომ რომ მანდ დავინახეთ ჩვენი თავი, ბაზარზეც მანდ დავინახეთ, რომ მანდ ვჭირდებოდით ქართულ ჯანდაცვის ეკოსისტემას და ჩვენთვისაც რომ კომპანია უფრო სახალისო ყოფილიყო მომავალშიც, ეგეთი თამაში მოვიფიქრეთ რა. თითქოს მარტივად ჟღერს ხო, რომ რაღაც ბიზნეს მოდელში ცოტა ცვლილება შეგაქ რა, რომ გემრიელი პურის მაკივრად იკვლევ რანაირი პური ჭირდება ზუსტად ბაზარზე და ზუსტად ისეთ პურს აცხობ რა. თუმცა დარწმუნებული ვარ შენ მივხვდები, რომ ეგ ამბავი მარტივი არ არის რა.
ეგ ამბავი, ესე იგი მარტივად დაიწყო, დავარქვით მაგ ფაზას brand development-ით ფაზა რა, რომ სხვადასხვა ბრენდის განვითარების ფაზა. კი ბატონო. როგორ გვიყვარს ეს ლამაზი ტერმინები და მე ამასობაში უკვე მაყურებლის ნაცვლად ვარ ჩასაფრებული, რომ ტერმინი ვითარავდა. მადლობა საშა მაგისთვის. ბრენდების განვითარების ფაზა, სადაც ესე იგი სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ მსხვილი ამ სექტორისთვის ბრენდები ავარჩიეთ რა. პირობითად ჩამოვთვლი, რომ რაღაც სონოსკეები მაგალითად, სნაიბი, კომენი და ეს არის ზოგი მაგალითად აპარატურული მიმართულება, ეხოსკოპიის აპარატები, ზოგი ლაბორატორიის ანალიზატორები, შეიძლება სახარჯი მასალებიც იყოს, საკერავი ძაფები მაგალითად, მნიშვნელოვანი პროდუქტია ოპერაციების დროს და Johnson & Johnson-ის ქოლგის ქვეშ არსებული კომპანია გვყავს ეთიკონი და ის რა და საკმაოდ მსხვილი კარგი ბრენდები ავარჩიეთ ჩვენს ირგვლივ. გავაფორმეთ ამ კომპანიებთან ექსკლუზიური ხელშეკრულებები და დავიწყეთ ამ პროდუქტის ბაზარზე მორგება რა. ცოტა ისეთი ბიზნეს ამბავია ეგეც, მაგრამ შემოვიტან, რომ ძველი მიდგომა უბრალოდ გემრიელი პურის უფრო იყო, რომ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას მოვერგო, რაც კლინიკებს ჭირდება პირდაპირ ის მივცე და ეს მიდგომა რა ფოკუსირების არის, რომ მოთხოვნის შემქმნელი შენ გახდე როგორც ორგანიზაცია რა, რომ ეს პროდუქტი გახადო კლინიკისთვის საჭირო და დააჯერო ამის საჭიროება. წინა შემთხვევაში ეგ არ გჭირდება რა. და რაღაც თან ახლა ორგანიზაცია ვართ ბუნებრივია და გქონდა ჩვენებული სტრუქტურა, ბიზნეს პროცესები, მიდგომები, როგორც საქმეს ვაკეთებდით რა. და ეს ახალი პურების გამოცხობა რა, ამ ბოლბალში როგორც იქამდე და მექანიზმში როგორც საქმე კეთდებოდა, როგორც მინიმუმ ძალიან გაჭირდა რა. რაღაც ის გემრიელი პურის გამოცხობა კარგ ფასად, ზემოდან რომ რაღაც ყვითელი ფერი ქონდეს, გადაკრავდეს, ეგ კარგად ვიცოდით რა, მაგრამ ფოკუსირებული პურები აქეთ როგორ გამოგვეცხო, ეგ ძალიან გაგვიჭირდა რა. რაღაც ჩვენ მექანიზმში ვერ ჩაჯდა ეგ ამბავი რა. და მანდ მივედით დასკვნამდე, რომ ესე იგი იმდენად შევიცვალეთ როგორც კომპანია რა და არს იმდენად შეგვეცვალა, რომ გვჭირდებოდა ორგანიზაციული დიზაინის ცვლილება და ახსნი რა არის ორგანიზაციული დიზაინი რა. სტრუქტურა, ვინ ვის ექვემდებარება და მთელი ამბები. ბიზნეს პროცესები, რაღაც ორ თიმს შორის რამე გუნდს შორის რამე კოლაბორაცია არის და უშუალოდ გაყიდვები და შესყიდვები, როგორ ეთანამშრომლება ეს ხალხი ერთმანეთს. რაღაც ამბავში ორგანიზაციული კულტურაც მაგის ნაწილია რა, რომ ესე იგი თავიდან უნდა გვეფიქრა მაგაზე და თავიდან უნდა დაგვედგინა ჩვენთვის შესაბამისი მოწყობა როგორია რა. აი ეგ იყო ძალიან საკვანძო მომენტი, როცა გადავატრიალებთ ჩვენს ირგვლივ რეალობა რა, სრულად ახლებურად მიუდექით ამბის კეთება, იმიტომ რომ ახალი პურის გამოცხობას დაჭირდა ახალი მიდგომები რა. ეხლა უშუალოდ კითხვის მთავარის არსი და მოვისწავლი, იყო ტრანსფორმაციის პროცესი. როგორ იყო მანამდე და როგორ არის ახლა? ოკეი. მარტივ მაგალითს ვიტყვი, რომ სტრუქტურის დონეზეც გავიაზროთ რა, რომ ძველი მიდგომა ჩვენი ორგანიზაციის და არა მხოლოდ ჩვენის არის, რომ დეპარტამენტებად მუშაობა რა, რომ ესე იგი კომერციაში გვყავს მაგალითად გაყიდვების დეპარტამენტი, შესყიდვების დეპარტამენტი, მარკეტინგის დეპარტამენტი და რაღაც დიდი გუნდებია, რომელიც საერთო საქმეს ემსახურებიან, მაგრამ ესე იგი ცალ-ცალკე გუნდებად მსხვილ დანაყოფებად მუშაობენ რა. იუნიტი მინდა და მეხარა დანაყოფი ვიყო. ხო და ახლებური მიდგომა რა, რითიც მაგისგან განსხვავდება და მე სხვა кейსადაც ჩავშლი მაგალითად. ესე იგი არის, რომ მოდი გამოვყოთ შედარებით მცირე მიმართულებები კომერციაში, ანუ ადრე თუ ეს დიდი გუნდები ანვითარებდა მთლიანად კომპანიის კომერციას რა და ამაში შედიოდა სამედიცინო სახარჯი მასალებიც, მაგალითად პირბადე, აპარატურაც, მაგალითად ეხოსკოპიის აპარატი, ლაბორატორიის მიმართულებაც, მაგალითად ანალიზატორები და სახარჯი მასალები. ერთ კალათაში იყო ყველაფერი. ერთ კალათაში იყო ყველაფერი რა. და ჩვენ წავედით იქით, რომ ეს კალათები დავყოთ და დავარქვით კომერციული ოთახები რა. შევქრათ შედარებით წვრილი ბიზნეს მიმართულებები, იდეურად ცალკე მდგომი კომპანიები, მაგალითად ლაბორატორიული ანალიზატორების მიმართულება, რომელსაც ეყოლება თავისი კაპიტანი, იდეურად როგორც ცალკე მდგომი კომპანიის დირექტორი, product owner-ი ჩვენებული სისტემის ენაზე, ეყოლება გაყიდვები, შესყიდვები, მარკეტინგის მენეჯერი, ინჟინერი, საჭიროებიდან გამომდინარე რა.
და ესე იგი ამ ეს 5-6 სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანი ვამუშაოთ ერთ ფოკუსირებულ ამბავზე, რა რომ ლაბორატორიის მიმართულება განმავითაროთ. ეხლა შენ ჩემ ენაზე agile-ს ყვები. კი ბატონო, agile-ს ყვები შენ ენაზე და ვიცი რა, ვერიდები მაგ ტერმინის ხმარას, იმიტომ რომ ფრაზაც ძალიან გაიცვითა მგონია რა და ძალიან ისეთია, მაგრამ შემიძლია ცალსახავ თქვა, რომ agile სისტემა გავაკეთეთ და ეგეც მგონია, რომ დარგის დონეზე, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში ინოვაციურები ვართ მაგ ნაწილში რა. ოღონდ ეს agile არის ჩვენებული საშა რა, რომ აუხსნა, რომ ესე იგი ჩვენ თავარი რაზეც ვიფიქრეთ, რომ ღირებულება როგორ შევქმნათ კომპანიაში, აი ამ გუნდში ყველაზე კარგად საქმე როგორ გავაკეთოთ და არა ვინმის ექვემდებარება რა, მაგაზე ნაკლები ვიფიქრეთ რა. და ჩავთვალეთ, რომ ესე იგი, როდესაც სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანები არის ერთ გუნდში, მაგალითად ლაბორატორიის გუნდში, და იქ მარკეტერი თავისას იტყვის, შესყიდვები თავისას, გაყიდვები თავისას და ერთ სივრცეში მუშაობენ, ბევრად სწორ გადაწყვეტებამდე მივლენ, ვიდრე სხვადასხვა დიდ გუნდებში რა. იმიტომ რომ იმ დიდ გუნდებს კიდევ სხვა საფრთხე აქვს ჩემთვის, რომ რაღაც მერე ჩასაფრებულები ხდებიან თითქოს ერთმანეთთან რა, თითქოს საერთო საქმეს არ აკეთებენ და რაღაც გაყიდვებს თითქოს სხვა შინაარსი აქვს და შესყიდვებს სხვა და ზოგჯერ დაპირისპირებულ მხარეებად იქცევიან რა და ჩვენ გავაკეთეთ 7 მიკროკომპანია ჩვენივე თავში რა. და ეგ მიკროკომპანიების ემსახურება სხვა დანარჩენი კომპანია. ხო ხვდები რომ იურისტი ყველას არ დაჭირდება შიგნით იმ ოთახში რომ იმუშაოს, მაგრამ იურისტი ცენტრალიზებული გეყოლება ორგანიზაციაში რა. და მაგ agile მოდელით, ასე ვთქვათ, ძალიან ჩვენებური აღმოჩნდა რა და ძალიან ჩვენ ღირებულებებთან მორგებული რა. თან არ უდგებით ამას ისე, რომ რაღაც სტრუქტურა დავწერეთ და დაფაზე უნდა გავაკრათ და რაც დღეს არის, ეგ იქნება სულ რა. მან ძალიან მნიშვნელოვანი მგონია გააზრება, რომ სტრუქტურა და ბიზნეს პროცესები რა, ცოცხალი ორგანიზმია და სულ შეიძლება ტრანსფორმაცია განიცადოს გზადაგზა რა და მაგის მზაობა ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს რა, იმიტომ რომ თავარი სარგებელი, რასაც ეგ გაძლევს არის და ჩვენ მოგცა, შენს რეალობაზე მორგება, ასე ვთქვათ რა. რეალურად როგორ იცხარ ორგანიზაცია, მაგის გამოხატვა ამ ბავში და თუ იცვლება გზადაგზა ორგანიზაცია და ლოგიკურია რომ შეიცვალოს, ხო, ნუ წელს ესეთები ვართ, მომავალში ცოტა სხვანაირები ვიქნებით რა. იმ ცოტა სხვანაირის ეს სისტემა და სტრუქტურა უნდა მოერგოს რა და არ უნდა დატოვო მანდამაინც ჩარჩოში და ჩემთვის არ უნდა იყოს თარგი, რომ მანდამაინც ეგრე ვიარო რა. და მთავარი ეგ შეიცვალა რა, რომ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ბევრად მარტივად შეიტანონ თავიანთი წვლილი კომპანიის საქმეში რა, ბევრად ცხადი იყოს რა უნდა აკეთონ რა. და კიდევ ერთი მთავარი მონაპოვარი იქამდე და დღეს რაც არის რა, არის OKR framework-ი, რომ გადმოვაქართულო მიზნების და მთავარი შედეგების სისტემა რა. ბიზნეს სექტორს ვფიქრობ კარგად ესმის, მაგრამ ვეცდები მარტივ მაგალითზე ეგეც ავხსნა რა. დაუშვათ გვინდა რომ ნახატი დავხატოთ და ვაჩუქოთ მეუღლეს და ამით მეუღლე გავახაროთ რა. ეგ გვაქვს ამოცანა. და ესე იგი ჩვეულებრივი მიდგომა შეიძლება მაგ ამბავზე იყოს ქაოტური რა, რომ ნახატი ან დავხატო, ან ვიყიდო, მაგაზეც ვიფიქრო, მერე ჩარჩოზეც უცებ ვიფიქრო, მერე უცებ შევფუთო და მივცე ჩემს მეუღლეს რა. და მეორე მიდგომა შეიძლება იყოს, რომ ამ ამბავს, ამ მიზანს შევხედო ცოტა პროექტულად რა, რომ რა ფაზებისგან შედგება საერთოდ ეს ამბავი, რომ გავაკეთო რა. რაღაც მჭირდება მოლბერტი, მოლბერტის გარდა ფურცელი, სახატავი ფუნჯები, საღებავი, მუზაც მჭირდება რომ მეწვიოს რომ ჩემით დავხატო. რო დავხატავ, მერე მჭირდება კიბე, ჩაქუჩი, ლურსმანი რო კედელზე ავიდე, მივაყუდო და ჩამოვკიდო და მერე მჭირდება ამბის შეფუთვა, რომ თვალება ხვეული მეუღლე შევიყვანო და ეს ნახატი ვანახო რა. ხო და OKR-ის მუღამი რა, ჩვენთვის რაც გამოდგა არის, რომ ყველა საქმე შეგვიძლია რომ ეგრე მარტივ მომრავლებად დავშალოთ და ისე მიუდგეთ მართვას რა, რომ გარანტირებული იყოს ბრჭყალებში კარგი შედეგი რა, რომ თავარი მუღამი თუ მქონდა რომ მეუღლე გამეხარებინა სურათის მაგალითზე რა, ესე იგი მაგაზე წინსწრებით კარგად ვიფიქრო, კარგად დავგეგმო და დარწმუნებული ვიყო ბევრად მეტად რომ გავახარებ რა. ხო და ეგ შეგვიძლია გადავიტანოთ ნებისმიერ ბიზნეს პროცესზე რა, პროდუქციის განვითარების სტრატეგიაზე, გაყიდვების გაზრდის სტრატეგიაზე, ცნობადობის გაზრდის სტრატეგიაზე. რაც არ უნდა მსხვილი იყოს ზედა მიზანი, რისი გაკეთება შემიძლია რა, შეიძლება ძალიან მარტივად ქვემოთ ჩამოვარცხნო რა.
ესე იგი დაგეგმარებას ბევრად მეტ დროს უთმობთ რაღაცების, ვიდრე იქამდე უთმობდით რა. და ეგ არის ერთის მხრივ ჩვენს კონკრეტულ ბევრ მაგალითზე დადასტურებული, რომ უკეთეს შედეგებს იძლევა, ნაკლებ შეცდომას დავუშვებ და მეორეს მხრივ ძალიან გამჭვირვალე არის კომპანიაში ყველაფერი რა. და ეგ ძალიან დიდი ფუფუნებაა ასევე ჩემთვის რა, რომ ხედავ რეალურად, სად შეიძლება გქონდეს ხარვეზი, პრობლემა, გამოწვევა და შემიძლია მე იმაზე ფოკუსი გავაკეთო, რომ ის რაღაც გამოვასწორო რა. და ეგეც ძალიან დიდი მონაპოვარია რა, რომ ხედავ რეალურ სივრცეში, რომ ეს სადღეგრძელოდ რო არ დარჩეს, რომ ბაზრის ლიდერი გავხდე, ეგ სხვადასხვა გუნდების დონეზე რა აქტივობებთან ასოცირდება და სად რა ტემპით მიდიხარ რა. ეგ მთავარი განსხვავებებია ჩემთვის რა, იქამდე და შემდეგ, რომ ერთვის მხრივ ჩვენზე მორგებული გახდა ეს ეკოსისტემა ბევრად და მეორეს მხრივ ჩემი აზრითაც და შიდა კვლევებითაც ბევრად უფრო ბედნიერები არიან ამ ეკოსისტემაში ადამიანები, რადგან დამოუკიდებლობა და თავისუფლება აქვთ საქმის საკეთებლად რა და ჩემთვის ფუნდამენტია ეგ мотиваციის რა. იცი რა მითხარი, რა არის ყველაზე მთავარი რისკ ფაქტორები, როგორც ადამიანმა რომელმაც აკეთე ორგანიზაციული ტრანსფორმაცია, გასაგებია ეს არ არის რაოდენობრივად ადამიანების კუთხით დიდი ორგანიზაცია არ არის, ხარი ორგანიზაციები რამოდენიმე ასკაციანი და ასეული კაცი და რამოდენიმე ათასეული და რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანი სადაც მოღვაწობს. ქართულზე ლაპარაკობ, თორე საერთაშორისო მილიონებზეც მიდის თვლა, ხო, ისეთი კომპანიები არსებობს. შენ რა რისკ ფაქტორებს გამოყოფდი და success ფაქტორებს, ანუ რომელიც დაგეხმარა შენი აზრით მაგ პროცესის წარმატებულად მართვაში. ოკეი, ძალიან საინტერესო კითხვა. მოდი ჩემ შემთხვევაში ვიტყვი ასევე რა, ზოგადად საკაცობრიოდ ძალიან გამიჭირდება რისკ ფაქტორების თქმა. ჩემთვის მთავარი რისკ ფაქტორი როგორც ადამიანისთვის რა გამოდგა, იმიტომ რომ მგონია რომ მენეჯმენტი თუ არ შეიცვალა თვითონვე და მე როგორც დირექტორი მე თვითონ თუ არ ტრანსფორმირდი რა, ტრანსფორმირება არც დაიწყება ორგანიზაციაში რა. ამიტომ პირველი შენ თავში უნდა გააკეთო ეგ ყველაფერი რა. ეგ ჩემ შემთხვევაში ნიშნავდა თეორიული ხედვების პრაქტიკაში გამტკიცებას რა. იცი რა, რომ ეს რაც მოვყევი ბიზნეს მოდელის დონეზე რა, ჩემთვის ძალიან ორგანულია რა. რაღაც როცა ბიზნეს სამყაროში ფეხი შევაბიჯე, სულ 19-20 წლის ვიყავი, იქამდე მაგ კუთხით ვსწავლობდი. აი, ჩემ რაღაც ეგ გამომყვა, რომ ეგ ჩემთვის ორგანული სისტემაა რა, მაგრამ აი რაღაც ლიბერტანიანიზმი როგორიც არის სახელმწიფო მართვაში, ჯერ არავის არ დაუტესტავს შენს ირგვლივ და არ იცი რეალურად როგორი იქნება რა. და რაღაც ეგეთი გამოდგა, რომ ესე იგი მოგეცა შესაძლებლობა, რომ რეალობაში განახორციელო რა. მაგრამ თურმე ერთია, რომ გჯეროდეს თეორიაში და მეორე შეძლო მაგის რეალობაში გადმოტანა, იმიტომ რომ ბევრი ტკივილები ვახსენე, ხო? რაღაც ადამიანების წასვლა, რაღაც გარისკვა, რომ ყველას ფიქსირებული ანაზღაურება მივცე და ეგეც გარისკვაა ცალსახად რა. ჩემთვის მთავარი გამოწვევა იყო, რომ ბოლომდე ვენდო ჩვენს ხედვას, ჩემს ხედვას და მტკიცები იყო ახსულების გზაზე რა. იმიტომ რომ პირველი ეტაპები ძალიან რთულია რა. უბრალოდ მე ცხოვრებისეულ ტრანსფორმაციებსაც ძალიან გავს, იმიტომ რომ პირველი ეტაპი ყველგან რთულია, მაგრამ მერე შემოდის რაღაც მაგია რა და მთავარი მაგია არის, რომ დაინახავ კონკრეტულ შედეგებს რა ამ შენი საქმიანობიდან, ამ სირთულიდან რაც გაიარე რა. ეგ შეიძლება იყოს ძალიან მარტივი რამე, მაგალითად ის, რომ ადრე ძალიან გიჭირდა, რომ განგესაზღვრა რაღაც ახალი პროდუქტის განვითარების სტრატეგია და გაჩენა ზოგადად რა, რომ ახალი პური რო გავაჩინო, ეგ მოვიფიქრო როგორი პურია რა. და აქ რაც დავინახე პირველი ახლა რაც გამახსენდა იყო, რომ გუნდებმა ამ პატარა ოთახებმა რაც შევქმნით, თვითონ დაიწყეს მოფიქრება რა. ანუ საერთოდ ჩართული არ ყოფილვარ ერთ-ერთი დღესდღეობით ძალიან მსხვილი მიმართულება ისე შეიქმნა რა. და როცა ეგ შენი შრომა და მოთბინება იძლევა კონკრეტულ შედეგებს რა, როგორც პროდუქტის გაჩენაა მაგალითად რა, მერე უკვე ბოლომდე იჯერებ რა. იქამდე ძალიან მნიშვნელოვანია მოთბინება რა. იმიტომ რომ ჩვენ კონსულტანტებიც დაგვეხმარა ამ პროცესში რა. მათაც თორნიკეს და ვატოს ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა აქედან რა, იმიტომ რომ მარტო ძალიან გაჭირდებოდა რა. და მე ძალიან მიყვარს უკავშირების აღება რა ადამიანებისგან რა. შენც ბევრი კითხვა დაგისვი აქამდე და
ფაქტის დაგისმევ ალბათ რა და იცი რა არის რომ სულ ვეკითხებოდი რომ მე რას მირჩევ რა როგორც დირექტორს რა მთავარი რაც მითხრეს და ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა რომ ეხა კარგი ხარ მაგრამ რთულ სიტუაციებში სახე არ დაკარგო რა ფერი არ იცვალო რა და გექნება ეგ რთული სიტუაციებიც რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია თავარი გამოწვევა არის მოთფინება რა რაღაცის თუ გჯერა ბოლომდე უნდა მიაწვე რა ეგ არის მუღამი ტრანსფორმაციისაც რა და ჩვენ და საბედნიეროდ მაგის გამძლეობა გვეყო ასე ვთქვათ რა სხვა დანარჩენი ისეთ სირთულეებს ვერ გამოვყოფ რა იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან ორგანული ამბავი იყო ძალიან დავიჯერეთ ეგ და მართლა ბოლომდე მივაწაკით რა და დაგვიფასთა ეგ შრომა რა და მგონია რომ რაღაც შრომა ზოგადად ყოველთვის ფასდება რა და ეგეც ეგეთი ამბავია მოთფინება თავარი გამოწვევა ტრანსფორმაციის გზაზე როგორც ორგანიზაციის ჭრილში ასევე ჩემ ჭრილში რა იმიტომ რომ დამფუძნებლების პრიზმიდანაც რო შევხედოთ რა იქაც დარწმუნებული ვარ ძალიან რთული იყო რა რომ მაგდონეზე ენდო მენეჯმენტს რა მოდი ცოტა მაგასაც მოგიყვები დამფუძნებლებსა და ორგანიზაციაში მენეჯმენტ შორის როგორი ურთიერთობა გვაქვს რა იმიტომ რომ ვფიქრობ რომ მაგ კუთხითაც როგორც მინიმუმ ჩვენი ორგანიზაცია გამორჩეულია ამ ეკოსისტემაში რა წყალი მეც მინდა თუ არ შეგაწყვეტ მოკლედ დამფუძნებლები არ არიან კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში არც 1%-ით ჩართულები რა და ეგ არის მათი მხრიდან ჩემთან როგორც მთავარ პასუხისმგებლო პირთან ორგანიზაციაში ნდობა და თავისუფლება ასევე აქით თუ გაქვს შიდა გუნდში ნდობა თავისუფლება და იქით ეგ არ არის რა მგონია რომ არ იმუშავებს რა მაგრამ ეხლა მთლად ხო არ მოშორდება დამფუძნებელიც ორგანიზაციას მადლობა საშა და შევქმნით საკმაოდ დიდი ხნის წინ სამეთვალყურეო საბჭოს ინსტიტუტი ორგანიზაციაში და ეს რო რაღაც მოკვდავ ენაზე ახსნა დამფუძნებელს ხვდები მე დირექტორი და სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხებს განვიხილავთ რა საით მიდის კომპანია და ფულს როგორ წევს კომპანია მანდაც ვერ მოვიტყვები ორივეზე მიდის ლაპარაკი და მათთვის ორივე მნიშვნელოვანია რა და იმის იქით რა აქით არის სრული ნდობა და თავისუფლება ნებისმიერ რაღაცაში ჩემთვის რაც კი შეიძლება ორგანიზაციის მართვაზე გაგვახსენდეს აი აბსოლუტურად ნებისმიერში რა და ეგ იყო ჩემთვის ასევე რაღაც გაგონილი მოდელი რა რომ რაღაც უცხოურ ორგანიზაციებზე ან ძალიან გამორჩეულ ქართულ ორგანიზაციებზე მსმენია რომ ეგეთი ტიპის ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს მენეჯმენტსა და დამფუძნებლებს შორის რა ალბათ ეგეც იყო თავიდან რაც ვკითხე მთავარი რასაც ვეძებდი ორგანიზაციებში რომ ბევრი ვიარე აქეთ-იქით რა მაგხელა ნდობას რა მენეჯმენტის მიმართ რა და თან ვფიქრობ რომ ეც რა ქართულ რეალობაში ძალიან ბევრი არის თან დამფუძნებელი თან დირექტორი ძალიან ბევრი წარმატებულია და რაღაც დამკვიდრებული პრაქტიკაა რა მაგრამ მე შემიძლია ვერ ვიტყვი რომ ან კარგი ან ცუდი ხო ხვდები მე შემიძლია ჩვენი პრაქტიკა გავაზია რომ რაში არის დამატებითი ხიბლი როცა დამფუძნებელი არის ამბიდან შორს რა და თავისი მკაფიო როლი შეიძლება კონდეს კომპანიის განვითარებაში რა როგორ ვთქვათ, როცა რაღაც საერთო საქმეს ვაკეთებთ რა, ქვაბთან ვართ ყველანი, რაღაც საჭმლის ქვაბს თუ ვაკეთებთ ორგანიზაციაში, ყველა იმ ქვაბთან ვართ რა. და როცა ამ ქვაბის ნაწილი ხარ რა, რაღაცა რო ცხვება ან კეთდება რა, ძალიან რთულია ზუმაუთი რო ვთქვა, ზემოდან დავხედოთ მოვლენებს რა. ცივად გავაანალიზო მოვლენები, ჩემს ირგვლივ რა ხდება ორგანიზაციაში რა. და მე როგორც დირექტორი ხა რაც არ უნდა დელეგირებული მქონდეს ირგვლივ ამბები, რაც არ უნდა ესე იგი ბიუროკრატია გამქრალი მქონდეს კომპანიიდან, ანუ ყოველდღიური აღსრულების მონაწილე ვარ შინაარსობრივად და ქვაბთან ახლოს ვარ რა. ბევრი რამე მტკივა რომ რაღაც ყოველდღიურობაში რო ცუდად მიდის, რომ ის პროდუქციის მიმართულება ვერ განვავითარეთ. აქ მარკეტინგში რაღაც არ გამოგვივიდა, იქ შესყიდვებში რაღაც არ გამოგვივიდა და ამბის ნაწილი ვარ რა. და დამფუძნებელს შეუძლია რომ ამბიდან შორს იყოს და ცენტრიზმი გააკეთოს მკაფიო რაღაცეებზე, მაგალითად შედეგებზე რა. თუ მე ჩამოვართვი დამფუძნებელს ხელი რომ პირობითად ამ წელს უნდა გავყიდო 30 მილიონი რა, იმის იქით ემოციური ბმა მგონია რომ აღარ უნდა კონდეს ვინმეს, ვინც მაგას მონიტორინგს უწევს, ასე ვთქვათ, რამდენად სწორად მივდივართ, იმიტომ რომ მე ჩემ თავში შეიძლება ბევრი რამით გავამართლო რა. და მეც მჭირდება იდეური მომთხოვნი ამბავში რა, რომ ამ ხარეს ძალიან მკაფიოდ წავიდეთ რა, რომ
იცი რა ლევან, გავიგე რა, რომ ეკოსისტემა შიგნით კარგი გაქვს, EMPS-ი კარგია, მომხმარებლები გამოვკითხეთ და კარგი შედეგები გაქვს, მაგრამ რეალიზაციას ჩამორჩებით რა, ვიღაცას მაგის ცივად თქმა უნდა შეეძლოს შინაარსობრივად რა, ძალიან კონკრეტულ მაგალითზე რო ვთქვათ, იმიტომ რომ ამბავზე ფოკუსი მოხდეს რა. Agile-ის მუღამი ასე ვთქვათ, რომ ეგეც არის, რომ აფიო პასუხისმგებელი სხვადასხვა საკითხებზე არსებობდეს რა. ხო, პასუხისმგებელი სფეროზე მთლიანად. ანუ ბიზნესი გაქვთ, 6 ბიზნესად დაშლილი, ასე მისმის, როგორც თქვენ დღეს ოპერირებ. იცი რა ლევან, მაინტერესებს ეგეთი რამე. შენი აზრით რა შემთხვევაში სუმარიზებისკენ წავიყვან რა შემთხვევაში უნდა იფიქროს კომპანიის დამფუძნებელმა მენეჯმენტმა ტრანსფორმაციაზე. რა არის ის წერტილი, სადაც ტრანსფორმაცია შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო კომპანიისთვის, შენი აზრით? იცი რა, გონია რომ არ არსებობს კარგი და ცუდი სისტემები ან სტრუქტურები ზოგადად რა. არსებობს რაღაც ეკოსისტემისთვის კარგი და რაღაცისთვის ცუდი. მეც რაც ეხა მედიქზე მოყევი რა, ისო დავაკოპიროთ და სხვაგან წავიღოთ, შეიძლება საერთოდ არ მუშაობდეს რა. ამიტომ მენეჯმენტის, დამფუძნებლების მთავარი არსი მაგნაწილში არის ჩემი აზრით, რომ გაიაზროს საკუთარი ეკოსისტემა, ორგანიზაცია, ადამიანები, სადაც იმყოფება რა. და იმ ადამიანების ანალიზით და რაღაც ჩემი გამოწვევების ანალიზით რა. ანუ დამფუძნებელს განსაკუთრებით აქ ეგ მაინდსეტი აზრობრივი წყობა, რომ ესე იგი შვილივით უყურებენ ხო კომპანიებს რა. და რაღაც მადარდებს ჩემ შვილს როგორი შედეგები ექნება ცხოვრებაში და თან როგორი ტიპი იქნება ეგეც რა. მაგორ რამეზე ფიქრობს როგორც წესი დამფუძნებელი რა, რომ თან კომპანიამ ფულით წეროს და თან კარგი კომპანია იყოს, აი ჩემი გემოვნებით კარგი როგორც დამფუძნებლის. ვიღაცისთვის ეგ არის ბაზარზე პირველობა, ვიღაცისთვის ეგ არის უბრალოდ შიდა კარგი კულტურა და ასე შემდეგ რა. მაგის ანალიზით, რომ მე როგორც ბიზნესის მფლობელს რა მინდა და იმის ანალიზით გუნდი როგორი მყავს, მანდ ჩდება ტრანსფორმაციის საჭიროება საერთოდ რა. თუ ტრანსფორმაცია შეიძლება საერთოდ სხვა მხარეს იყოს, ხო, სტრუქტურა შეიძლება საერთოდ არ შეცვალო რა. ადამიანები შეიძლება შეცვალო ძალიან ისე უხეში რამე რო შემოვიდანო ამბავში, იმიტომ რომ ეს ორი რამე თუ ერთმანეთს არ ემთხვევა რა, მე საითაც მინდა რომ კომპანია წავიდეთ, როგორც მშობელს კომპანიისას დამფუძნებელს და შიდა ეკოსისტემა რეალურად როგორია და საით მიდის, ძალიან ბევრ ცუდ რამეს იწვევს ჩემი აზრით რა. ამიტომ ფუნდამენტი რა, რაზეც უნდა შეთანხმდეს დამფუძნებელი მენეჯმენტთან და საკუთარ თავთან არის მაგორი რამის თანხმედრა. მე რა მინდა დღეს კომპანიისგან და კომპანია რეალურად დღეს როგორი არის და საით მიდის რა. ამიტომ მან იბადება როგორც წესი ტრანსფორმაციის საჭიროებაც ჩემთვის და ჩვენ შემთხვევაში მან დაიბადა რა. მომავალზე ფიქრმა დაბადა ტრანსფორმაცია. და შენ ფიქრობ რომ ეგ არის ძირითადი თემა მომავალზე ფიქრი, სადაც კომპანიისთვის უბრალოდ არ მყოფნის როგორც არგუმენტი, მომავალზე რომელი კომპანია არ ფიქრობს. ხო, ყველა კომპანია ფიქრობს, მაგრამ რა შემთხვევაში ტრანსფორმაცია არის შენი აზრით ის პროცესი, რომელიც იმ დროს დროული არის კომპანიისთვის, თუ რაზე ფიქრობს მომავალზე, ანუ აი რა ფიქრი არის მომავალზე, სადაც ტრანსფორმაცია არის პასუხი. იცი რა, ჩემი დანაპირები ჩემთავთან რაც არის, რომ თარგის გარეშე ვიყო და რეალური ამბები მოუყვერა. აქ პასუხი ცალსახად არის, რომ ეგ ვიგრძენით, აი როგორ გადმოვცე არ ვიცი. ბევრი ფაქტორით ვიგრძენით და მაგას გეტყვი ყველა ფაქტორს რა. ვიგრძენით როგორც მე და კომპანიის მენეჯმენტმა, იმიტომ რომ სულ დირექტორის როლით არ ვიყავი, ბიზნეს განვითარების დირექტორი ვიყავი თავიდან და 2 წელია დირექტორის როლში ვარ, თუმცა შინაარსზე ტრანსფორმაციაზე ბიზნეს განვითარების დირექტორის როლიდანაც მუშაობდი. ესე იგი C-level მაღალი რგოლის მენეჯმენტმა კომპანიაში და დამფუძნებლებმა მაგის საჭიროება ვიგრძენით. ვიგრძენით ბევრი სხვადასხვა მიკროფაქტორის გამო რა. ერთი არის რომ უბრალოდ პური აღარ მინდა გავყიდო და უბრალოდ პური რო აღარ მინდა გავყიდო, რაც მინდა გავყიდო, იმას სხვანაირი მიდგომა ჭირდება და ამ მექანიზმით ვეღარ ვაკეთებ და გავაკეთო. მეორე არის რომ უფრო საინტერესო მინდა გავხადო ჩემთვის ორგანიზაცია რა, უფრო მაღალი მიზნებისთვის მზად ყოფი გავხადო რა. და მანდაც ხდება ანალიზი ხო რომ არსებული მიდგომებით რა შევძელით, რა არ შევძელით რა, იმიტომ რომ რაღაცა რო გინდა რომ ცეხვილი პურები კარგად გამოაცხო რა და არსებული მექანიზმით როგორც იმუშავები ამბავს არ გამოგდის რა. რამოდენიმე ვერსია გაქვს ხო, საიდაც შეიძლება ფიქრით წახვიდე რა.
ერთი არის რომ ცუდი რამე მომიფიქრებია, არ უნდა გამოვაცხო ახლებური პური და ეგ არ იყო ჩვენთვის ორგანული ამბავი, დანებება დიდად არ გვიყვარს რა. ესე იგი მეორე არის რომ ხალხი არ ვარგა ჩემს ირგვლივ ორგანიზაციაში და ეს ხალხი ამ პურს ვერ აცხობს რა. ეგეც არ არის ჩვენთვის საინტერესო მიმართულება, იცი რატო რომ ძალიან ბევრი გვაქვს ამ ხალხის შეკვრაზეც ნაფიქრიც, ნამუშევარის და თან ხედავთ რომ სხვა ბევრი საქმე კარგად გამოდის და მანდა მაინც ცეხვილ პურს ატო ვერ ვაცხობთ რა. და მე რასაც მიადგები და ალბათ ლოგიკური არის რომ რაღაცების ტრანსფორმაცია მჭირდება ჩემს ირგვლივ რა. გადატვირთვა ერთგვარი შენთვის და შენი მაყურებლებისთვის ასევე გასავით ერთ. ჩემ ტერმინს იყენებს ესე იგი. არა, გადატვირთვის საჭიროება უნდა იგრძნო, როგორ თქვა ეგ სხვანაირად არ ვიცი რა. სადღაც შიგნიდან უნდა იგრძნო. ანუ ვახსენებ რომ ზუსტად მაგ გადატვირთვის გამო დადის ჩემთან ხალხის ავტორო კურსზე, რომელიც გადატვირთვა არის და სექტემბერში იქნება ახალი ნაკადი, მაინც გამოვაცხადებ. და ხო, გადატვირთვა ალბათ არის ის შეგრძნება შინაგანი, რომ ეს გეუფლება, როცა გრძნობ რომ რაღაცაში გაიჭედე და გჭირდება ახლებურად შეხედვა. მაგას ვეძახი მე გადატვირთვას და ალბათ დაახლოებით იგივე შე. როგორი იყო პოდკასტის გამოცდილება შენთვის? ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ პირველ რიგში საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ეს ამბავი მომეყოლა, იმიტომ რომ კარგი ამბავი მგონია რა, ინდივიდებისთვისაც და ბიზნეს სექტორისთვისაც. ჩემი გემოვნებით კარგია რა. ერთ მნიშვნელოვან ცნებასაც ვიტყვი რა, რაც გამომრჩა და სათქმელი მგონია და პოდკასტს მე მოუბრუნდები შეფასებას. გადატვირთვასთან ეგეც კავშირშია იდეურად და მან გამახსენდა რა. ესე იგი, ორგანიზაციაში და ადამიანებშიც რა, ძალიან დიდი ძალა არის თვითრწმენა. რომ რაღაცის გჯეროდეს რა, თითქოს რაღაც მარტივი ფრაზაა, რომ თუ დაიჯერე მთებსაც გადადგამ რა. მაგრამ ეგ მარტივი ფრაზა და ძალიან რაღაც ჩაბლონური რა. მედიკის შემთხვევაში და თბილისი მედიკის кейსის შემთხვევაში რა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რა. იმიტომ რომ დამფუძნებელმა თავის თავში რა, მე ჩემ თავში, გუნდმა თავის თავში თუ არ დაიჯერა, რომ უბრალოდ შემიძლია რა. ტრანსფორმაცია გადატვირთვა ხდება შეუძლებელი რა. ფაზა 0 ჩემთვის არის რომ ეგ უბრალოდ დაიჯერო რა. მანდაც ერთი кейსი გამახსენდა რა, რომ ისე გასაუბრებების ჩემი სერიებიდან არის რა, რომ ძალიან თბილ რეჟიმში როცა არის გასაუბრება კანდიდატთან რა, მიყვარს უცნაური კითხვის დაბრეხვება, რომ ჩამომითვალე მაგალითად შენი უარყოფითი თვისებები, just ჩამომითვალე უბრალოდ არ ამიხსნა რა. მაგით ცოტა სხვა რამეს ვზომავ, ჩემთვის გულწრფელობის საზომია, რომ მართლა უარყოფით რამეს მეტყვის თუ შემილამაზებს რა. და მაგას გზნობ? გზნობ. კი, გზნობ. ჩაკითხვებით გარკვევადია ყოველ შემთხვევაში რა. და ხშირ შემთხვევაში რა, ასახელებენ ამბიციურობას უარყოფით თვისებად რა. და იცი რა არის რომ არ ვთვლი ეგრე და ეგ ამბავი მინდა გავშალო რა, იმიტომ რომ თვითრწმენის ნაწილია ჩემთვის ამბიციურობაც რა. და თუ ამბიცია შიგნით არ გაგიჩნდა რა, ტრანსფორმაციას და გადატვირთვას ვერცერთი ვერ მოხდება შინაარსობრივად რა. და ესე იგი რატომღაც ფიქრობს ადამიანები რომ ესე იგი ამბიციურობა უნდა ჩავთვალოთ უარყოფით თვისებად რა. მე ისევ ჩემ მაგალითს ვიტყვი რომ ყოველთვის, აი საქმეში რო ბიზნესში რო გადმოვიტანოთ ამბიციურობა რა. ყოველთვის იმაზე რთულ საქმეს ვკიდებდი ხელს, ვიდრე ობიექტურად თუ რამე შეიძლება შეხედო მზად ვიყავი რა. უბრალოდ ვიჯერებდი რომ რაღაც შემიძლია, ვიჯერებდი რომ რაღაც მედიკის ტრანსფორმაციის ლიდერობა რო გავწიო შემიძლია რა. და ეგ ჩემ შემთხვევაში იყო როგორც მინიმუმ წარმატების 80% რა. და თუ დღეს რაც მოისმინეთ რა, 1%-ითაც შეიძლება ჩავთვალოთ რაღაც წარმატების მიღწევა არის ან პირადად ჩემთვის ან ორგანიზაციისთვის რა. მაშინ ყველას გთხოვდით რომ იყავით ამბიციურები და დაიჯერეთ თქვენი თავის შესაძლებლობების რა. ძალიან დიდი ძალა აქვს მაგას, დღემდე ეგ ძალიან დიდ ძალას აძლევს ლევან ხომერიკსაც, ცალკე მდგომ ადამიანს და თბილისი მედიკსაც რა. თუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამე მგონია ადამიანებში და მგონია ჩვენ ეკოსისტემაში, ქართულ რეალობაში ცოტა ჭირს რა. პოდკასტს რაც შეეხება, ბოლოს მადლობას ვიტყვი ისევ შენთან ამ შესაძლებლობებისთვის. ჩემთვის მთავარი გამოწვევა იყო, რომ რაღაც ისტორია მომეყოლა თარგის და შელამაზების გარეშე. იმედი მაქვს ერთ ადამიანს ან ერთ ბიზნესს მაინც ეს რამეს დამატებით შესწენს რა.
ვის მოусმენდი სტუმრად ამ პოდკასტში? ვინ იქნებოდა შენთვის საინტერესო სტუმარი? ცოტა უნდა დავფიქრდე. თან საკმაოდ საინტერესო სტუმრები უკვე ყავდა. იცი რა, დიდი ორგანიზაციების მართლ მენეჯერებს, ან არც თუ ისე დიდის, წარმატებული ორგანიზაციებს. მოდი კონკრეტულს არავის არ ვიტყვი. ბევრი ნაცნობი ყავს ეს და ვინმეს ვარ ეწყინოს რა და გონია რომ რაღაც კუთხით ეს პოდკასტის შენთვის ექსპერიმენტი იყო რა, დირექტორებს ხშირად არ იწვევ, უფრო დამფუძნებლებს რა, ან დამფუძნებლებს, რომლებიც დირექტორებიც არიან. და იცი რა მახსოვს, რომ ერთ-ერთ გადაცემაში ამბობ, რომ შენთვის შექმნის მუღამი ამ ამბის იყო, რომ გაზიარება მომხდარი იყო ამბების ბიზნეს სექტორსაც ელაპარაკა რა. გონია რომ სხვადასხვა კუთხით ტოპ მენეჯერებს, დირექტორებს თუ მოიწვევ, ძალიან საინტერესო სივრცე არის ალაპარაკოთ რა. მე ჩემი ლაპარაკი ვეცადე რომ ძალიან კონკრეტული იყო, ყოფილიყო, მაგრამ შეიძლება მაინც ზოგადად დარჩა და ვიწრო მიმართულებით თუნდაც ძალიან წარმატებული მარკეტინგის დირექტორი, ან ბიზნეს ოპერაციების დირექტორი, ძალიან საინტერესო პლატფორმა მგონია ამ სივრცისთვის რა. მაგას გირჩევდი რომ მაგ მხარითაც დაინტერესდე. მადლობა ხალხო, გამოიწერეთ ჩვენი არხი იმისათვის რომ მიიღოთ შესაძლებლობა საინტერესო სტუმრებს და საინტერესო თემებს მოусმინოთ და იყოთ წინა ხაზზე. ყველა საინტერესო ამბის და იყოთ წამღებები ამ თქვენ ცხოვრებაში. მე იმედი მაქვს რომ თქვენ ყველაფერსაც ისმენთ ამ პოდკასტში. ნელ-ნელა აინტეგრირებთ თქვენ ცხოვრებაში და უფრო წარმატებული და უფრო საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობთ. მადლობა ნემა რომ გააზიარე მედიკის ტრანსფორმაციის ისტორია. მე აქ ხელმოწერილ წიგნს გჩუქნი შენ, ტრადიციულად როგორც ჩუქნი ყველა პოდკასტის სტუმარს. მადლობა მეგობრებო რომ დაგვითმეთ თქვენი დრო და ეგებ ტრანსფორმაცია, ორგანიზაციული ტრანსფორმაცია იყოს ის, რაც თქვენთვის საინტერესოა. და სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენი ბიზნესის განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. მე სამჯერა რომ ყოველი ეტაპი განვითარების მოითხოვს ტრანსფორმაციას და მოითხოვს ცნობიერების გაფართოებას, აბა სხვანაირად როგორ გადახვიდე სხვა საფეხურზე. მაგრამ ხშირად არ ლაპარაკობენ ამაზე ხმამაღლა და მადლობა ლევანს რომ დამიკავშირდა მე და მეც მივეცი შესაძლებლობა რომ მოეყოლა ეს ისტორია, იმიტომ რომ იმისათვის რომ გადახვიდე ახალ საფეხურზე კომპანიის განვითარების ტრანსფორმაცია აუცილებელია. უბრალოდ ხშირად ამას ტრანსფორმაციას არ ეძახიან და ეგ მესიამონა ზუსტად შენ გამოძახილში ის რომ მეო ტრანსფორმაცია გავაკეთეო ჩემ გუნდთან ერთად და ეგ ამბავი მინდა რომ მოყვე. სამაგარია და იმედია ეს მოყოლინი ამბავი საინსპირაციო იქნება ბევრი სხვა კომპანიისთვის. მეც იმედი. აბა. მადლობა. ასევე. მადლობა.